მოგესალმებით, ბრუნდება EdTalk-ი წელს უკვე პირველი ეპიზოდით გავხსენით ახალი სეზონი და დღეს სტუმრად ყავს ძალიან საინტერესო ადამიანები, დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, ბევრ კარგ თემას დავფარავთ. დავით ჩიკვაიძე, გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ანდრო დგებუაძე, ესე რეგალიის გარეშე ყველა მიცით მოკლედ არ ჭირდება ამ ადამიანს წარდგენა. პირველ რიგში სანამ დავიწყებ რაღაც უშუალო თემაზე გადავალ, მე მინდა რომ წარვადგინო ჩვენი გენერალური სპონსორი, რომელიც ახალ სეზონში ჩვენთან ერთად იქნება. ესე იგი, ჩვენი სპონსორი არის Kursiji, პირველი ლიცენზირებული ონლაინ სავალუტო პუნქტი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ გაცვალოთ თანხა საუკეთესო კურსით და ძალიან დიდი მადლობა Kursiji-ს იმისთვის, რომ ეხმარება ინდუსტრიას და ჩვენს პროექტს, რომ ვაკეთოთ ეს საქმე და გვყავდეს ბევრი საინტერესო ადამიანი და დავფარო ძალიან ბევრი საინტერესო კამპანია თუ თემა თუ ასე შემდეგ. გადავიდეთ, მე მგონი ჯობია უკვე საუბარზე, აქ დღეს უფრო რაღაცა შინაარსობრივი, ფილოსოფიური და რაღაცა ისეთი თემები გვექნება, დარწმუნებული ვარ. პირველი რაც მინდა, ალბათ დავითთან მექნება შეკითხვა, Sales ინსტიტუტზე რო გითხრა ორიოდე სიტყვა, რას აკეთებს და ასე შემდეგ. კი, ძალიან მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ 2016 წელს დავფუძნდით და ძირითადად მოკლედ ყველაფერი ტრიალებს გაყიდვების გარშემო. გაყიდვები და მართვა, იგივე შესყიდვები, რომელიც გაყიდვებთან არის დაკავშირებული და ერთი გამორჩეული კურსი გვაქვს კიდევ, Yokozunები. ანდროსის ცალკე მიმდინარეობა ის უფრო, ასე ვთქვათ, სულიერ სამყაროში ბევრად უფრო დიდ მოგზაურობას პირდება ადამიანებს, ვისაც ეს მიმართულება აინტერესებს და უკვე მესამე ნაკადი ეგერ ყავდა გავისტუმრეთ, არა და 25-ში გავსტარტეთ და მე მგონი ძალიან კარგად და წარმატებით. რაც შეეხება დანარჩენ კურსებს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ესენი არის მოგზაურობებია ძირითადად, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ კურსი. ამის მერე ეს ხალხი მეგობრდება, ასოციაციაში წევრდებიან, მე სხვადასხვა ბიზნესებში ერთიანდებიან, ერთმანეთს ეხმარებიან და მოკლედ ესეთი ანუ რამე ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს თუ აი რა შეუძლია მონაწილეობა და კურსის აღება თუ როგორ არის? გასაუბრებით, იმიტომ რომ პირველი აკითხვასაც უსვამ არის გამაგებინეთ, რაში გამოგადგებით. იქ თუ არის ხოლმე რომ მოგისმენთ, შევიგრძნობ და ასე შემდეგ, მე ნაკლებად მჯერა ხოლმე ესეთი რაღაცებს, იმიტომ რომ მოგზაურობაში ადამიანი უნდა აყვეს და დამკვირვებელი კი არ უნდა იყოს მარტო შენთან ერთად იმოგზაუროს და ეგ არის ხოლმე მთავარი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენთვის იქ. გაყიდვებიც არის, მაგრამ მართვაც არის, რომელსაც ანდრო ფარავს, ეგ ჭოლაც ყავს, მანანაც, იმიტომ რომ რეალურად აი გაყიდვებში ზუსტად დღეს იქნება ეს თემა ერთია, მე ვასწავლი და მეორე ბუნებრივად როგორ გადაიტანონ ეს პრაქტიკაში. ეგ არის, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაც გასწავლო, მაგრამ შენ თუ დაკომპლექსებული ხარ, გახსნილი არ ხარ, იმაზე იფიქრე ხარ, ტექნიკა გამოვიყენო თუ ასე ვთქვათ, საქმის მიხედო, ძალიან რთულია და მაგაში უკვე ჭოლა და მანანა გვეხმარებიან ძალიან წარმატებით. და ეს რამდენხნიანი კურსი, რამდენხნიანი მოგზაურობა? 8-9 შეხვედრა არის, ერთი თვე გრძელდება თითქმის და მოკლედ ძალიან ესეთი 21 ნაკადი და მოკლედ დიდი ამბები არის. ჩვენი ანდრო, რას გვეტყვი შენს კურსზე ორიოდე სიტყვით? მე გეტყვით ჩემს disclaimers, რომ სეილებისგან და მარკეტინგისგან შორს მდგომი ადამიანი ვარ, რომელიც ალმაცერათაც კი უყურებს ხოლმე ესე დისტანციიდან ამ ეგზომ, ესე იგი გაუგებარ საქმიანობას, მაგრამ მე ჩემი აღფრთოვანებაც გამაჩნია იმასთან მიმართებაში, რომ როდესაც მაღალ პროფესიონალურ სეილს და მარკეტინგს უყურებ, ჩემ თავს ვეკითხები, რომ ეს იგი როგორ აკეთებს ამას ეს ხალხი, იმიტომ რომ მე თვითონ ხვდები, რომ რაღაცა ჯადოქრობას და მაგიას აქვს ადგილი. მე თვითონ ჩემს თავს იმაშთაც ვიჭერ, რომ რაშთაც მე ვიხდი ფულს ის არ არის მარტო პროდუქტი და პროდუქტების თვისებები, იქ ძალიან დიდი წილი არის რაღაცა ზედმეტ, ესე იგი დამატებითი მდგენელი, რის გამოდაც მე შეიძლება ბედნიერი ვიყო, რომ ფული გადავიხადო და ამას მთელი ხელოვნება სჭირდება, რომ შენ ჩემამდე ისეთნაირად მოიტანო ეს პროდუქტი, რომ მე ეს სურვილი გამიჩნდეს, ამიტომ სეილის და მარკეტინგის
არსებობას ნამდვილად ფილოსოფიურ უფლებას ვაძლევ. როგორც ასეთი. და მე უკვე ვსვავ ეგეთ კითხვას, რომ მოიცე თუ ეგეთი მნიშვნელოვანი არის, აბა რითი იჭმევა ეს ხა მარჯვნიდან მიუდგე თუ მარცხნიდან მიუდგე და ესე ალმაცერად ესე უყურებ გვერდიდან, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა ხდება. მე თვითონ შინაგანად განწყობილი ვარ, რომ მარტივად თქვა, რომ მე არ ვაკეთებ sales საერთოდ. და ესე დისტანცირებულად ვიყო, ან თუ მთელი ჩემი სეილი იყოს ის, რომ მე არავის ვაძალებ, რომ აიღოს ის პროდუქტი ან სერვისი, რომელსაც მე ვიძლევ. მაგრამ რეალურად ესეც ტექნიკა არის, ხო? ამას რო ამბობ და საბოლოო ჯამში დღეს რომ მკითხო, ესეთი ტვინში ესეთი სურათი მილაგდება, ალბათ სწორი იყო. აც განსვენებული აბრამ მასლო, რომელმაც ესე 5 საფეხურად დაყო კაცობრიობა თავიანთი мотивაციების გამო, როდესაც თქვა, რომ არის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, იქიდან გამომდინარე მეზობელმა როგორ მიიღო გადაწყვეტილება. აი მეზობელმა თუ ყვითელი ფარდა ჩამოკიდა, მეც მინდა ყვითელი ფარდა. არიან ადამიანები, რომლებიც იტყვებენ, რომ მეზობელმა თუ ჩამოკიდა ყვითელი ფარდა, მე მწვანეს ჩამოვკიდებ, იმიტომ რომ რო არ ვგავდე მეზობელს, იმიტომ რომ მე განსხვავებული ვარ. და კიდევ უფრო მაღლა არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე საერთოდ არც უყურებ მეზობელს, მე ფარდას დავკიდებ ისეთს, რომელიც უნდა მგავდეს მე. და მე მგონი ეს მუშაობს, მე მგონი ამდენად უკვე შეგვიძლია რაღაცნაირად კანონზომიერებები ვიპოვოთ sales-სა და მარკეტინგში. რაღაცნაირად განსაზღვროთ, რომ ვინ არის შენი, ასე ვთქვათ, სამიზნე აუდიტორია, ვის რა შეგიძლია, ვის გინდა რომ იყიდო და იმათ ტვინში რა ხდება და იქიდან გამომდინარე მიდგომები როგორ შევცვალოთ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე უკვე იწყება დუღილი. კი ბატონო. საინტერესო საუბარი იქნება უკვე კოჭებში ეთყობა ამ ყველაფერს. მე მინდა რომ რაღაცა სხვადასხვა თემას მინდა შევეხო ხოლმე და არ გაგიკვირდეთ რომ რაღაცა შეიძლება შევცვალო ბევრი და თანმიმდევრული არ ვიყო, ამიტომ ჩვენს მენელსაც ვაფრთხილებ რომ ლოგიკას დაიჭერს მიმდინარეობაში. პირველი რაც მე ხშირად შემხედრი არის მარკეტინგის ანუ პოზიცია რეგალია რო დავარქვათ, როცა ძალიან ბევრი კომპანიაში დეპარტამენტებში გაერთიანებულია სეილი და მარკეტინგი ერთად და რაღაც მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელები არიან ადამიანები. ზოგ კომპანიაში ცალ-ცალკე შევხვედრი ვარ ამ პოზიციებს. ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი, ანუ რომელია სწორი, ან კომპანიაზეა დამოკიდებული ზომაზე, სიდიდის მიხედვით განისაზღვრება თუ აი რატო არის ეს ყველაფერი ერთად? მე რა გამოცდილებაც მაქვს და რაც გამიგია, უფრო sales and marketing საერთაშორისო კომპანიებში არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, აი FMCG სფეროში და ასე შემდეგ, როდესაც უფრო მარკეტინგი ყიდის და კლასიკურად რო ვთქვათ, დანარჩენი დისტრიბუცია ხორციელდება. ანუ salesman-ს არ აქვს ძალიან დიდი როლი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მას მხოლოდ მიაქვს, აქეთ უკვეთავენ და კი გეგმებიც არის და ყველაფერი, მაგრამ მარკეტინგი გეგმავს ძირითად აქტივობებს. ეს არის ხოლმე ძალიან ხშირად. გააჩნია გიორგი კომპანიას, გააჩნია მიმართულებებს და ასე შემდეგ. ხა თუ რა ვიცი, სამშენებლო სფეროს ავიღებთ, იქაც მოკლედ ეს ორი სფერო ისაც ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან. საბოლოო ჯამში ყველაფერი ორგანიზაციაში ემსახურება იმას, რომ უნდა გაიყიდოს. თუ არ გაიყიდება, არც ფინანსური დეპარტამენტი იქნება საჭირო, არც მარკეტინგი და საერთოდ არაფერი. ოღონდ ეს იმის საფუძველს არ უნდა აძლევდეს სეილებს, რომ იფიქრონ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია ორგანიზაციაში. თუმცა დანარჩენი ყველაფერი რომ ემსახურება გაყიდვებს, თუ ბიზნეს ორგანიზაცია არის, რომელიც გაყიდვებზეა ორიენტირებული, ფაქტია. რაც შეეხება ტრაგედია ტრიალებს ხოლმე იქ, სადაც მარკეტინგი და გაყიდვები ებრძვის ერთმანეთს. აი მაგალითად თუ ჩავარდა აი რეკლამა არ ვარგო და თორე ჩვენ მზად ვიყავით რომ კლიენტები მიგვეღო მარკეტინგს რო დაბრალდება მარკეტინგს ან პირიქით მარკეტინგი იძახის, აი კონცეპტები ხშირად არის სამშენებლო სფეროში. ჩვენ ეგერ ჩვენი რეკლამა გადავიღეთ, ლიდები მოვიყვანეთ და
სად არის გაყიდვები? ამ დროს შეიძლება ვთქვათ, იგივე წამსაუბრობდით, პროდუქტი არ ვარგა, მარკეტინგმა კი შეიძლება მოიყვანა ბაუნტი, ღვთაებრივი ნეტარების ძალა, თქვა რეკლამაში, მაგრამ არ არის ის ღვთაებრივი ნეტარება, რომ მოდის შემდეგ და უკან გარბის და სეილს არაფერი აქვს სათქმელი. რა, ყველაზე იდეალური არის ერთი ქოლგის ქვეშ არის თუ ცალ-ცალკე, რომ ერთმანეთთან სინქრონში მუშაობს ეს ორი დეპარტამენტი და ემეგობრებიან და არა ემტერებიან ამ შემთხვევაში და იდეალურია, როცა ერთად იგეგმება. ეგრეთ წოდებული ეს მიზნები, KPI-ები და ასე შემდეგ და ცალკე არ არის მარკეტინგი და ცალკე სეილი. და ეს ქართული პრობლემაა თუ საერთაშორისო გამოცდილებაც ეგეთია მაგალითად, რომ ხანდახან უწევთ ბრძოლა ერთმანეთს ამ ორ დეპარტამენტს. იცი რა, საერთაშორისო არის, თუმცა ეხა ქართულ რეალობაში ალბათ უფრო არის, გიორგი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები ეხლა ყალიბდება ხო ჩვენთან. იქ ეხლა თქვათ იგივე დასავლურ კულტურაში იმდენად გაწერილია, ყველაფერი იმდენად სტანდარტიზირებულია, იმდენად ფუნქციები გაწერილია, რომ აქ შემთხვევაში ჩემს ვთქვათ, რომ აი გაყიდვებს ვეძებ და აბა გაყიდვებს და საბოლოოდ უნდათ გაყიდვების კონსულტანტი და არქმევენ ხოლმე გაყიდვების დირექტორს და რატო არქმევ დირექტორს, როცა საერთოდ სხვა ფუნქცია, აქ ფუნქციების აღრევაც კი არის ხოლმე და ეგრეთ წოდებული თუ ადამიანმა ზუსტად არის ის რა აკეთოს, გააკეთებს იმას, რაც თავში იდეად მოუვა ამ შემთხვევაში. და მე სისტემების უფრო მჯერა ამ შემთხვევაში და სტრუქტურების და ხედვების გული, ესე იგი ხო თავისთავად ანდრო კიდე უფრო ჩაღრმავებით ისაუბრებს მაგ თემაზე. მე ერთადერთი დავამატებ იმას, რომ ახლა დათო მახსენა და გამექცა ფანტაზია საითკენ იცი, რომ არსებობს კონფლიქტი და ალბათ ეს კონფლიქტი მოდის мотивაციების განსხვავებიდან. იმიტომ რომ სტანდარტულად შენ შეგიძლია გაყიდვებს უთხრა რომ გამიყიდი და გექნება ბონუსი და ეს შეიძლება იყოს ვარირებადი ბონუსი და მარკეტინგი ეს არის დეპარტამენტი რომელიც სადღაც შეიძლება ბექში იჯდეს და ის აკეთებდეს თავის რაღაცას რომელსაც ფიქსირებული ასე ვთქვათ мотивация კონდეს და ამ დროს შეიძლება ამათ შორის უკვე მარტო აი ამ мотивაციების გამო იყოს კონფლიქტი. იმიტომ რომ აი რაღაცა რო კარგად გაკეთდა, რატო გაკეთდა კარგად? იმიტომ რომ მე ვივაშკაცე წინ ფრონტის წინა ხაზზე და შენ ივაშკაცებდი, იმიტომ რომ შენ თითოეული გაყიდვიდან რაღაცა გერგება და ჩვენ რა ვქნათ ახლა აქ პატარა ხალხი ვართ, ვზივართ, მაინც იმას ვიღებთ, რასაც ვიღებთ და ამიტომ მიხდი ხო, ანუ მეორე ხაზით შემოდის, შეიძლება აყირავდეს ეს სურათი, თუ კი პროდუქტი არ ვარგა. თუ კი პროდუქტი არ ვარგა, მაშინ მარკეტინგი იტყვის, რომ ჩვენ კარგად ავართ, იმიტომ რომ პროდუქტი ისედაც არ ვარგა, ეგ ჩვენი ბრალი არ არის, უბრალოდ კომპანიას პროდუქტი არ ვარგა, მაგრამ ჩვენ როგორც მარკეტინგული დეპარტამენტი ვზივართ რაღაცებს, გეგმოთ რაღაცას ვარეკლამოთ რაღაცას, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ხელფას ვიღებთ. თქვენ ვერ ყიდით, იმიტომ რომ და რატო? იმიტომ რომ პროდუქტი არ ვარგა. ანუ მთქმელი იმისა, რომ პროდუქტი არ ვარგა, შეიძლება უბრალოდ არ იყოს. ან შეიძლება პროდუქტი თავისთავად კი ვარგა, მაგრამ დღეს არ ვარგა. ან არასწორ ბაზარზე ხარ, ან მოდიდან გავიდა, ან ეხა ვისხელა, რა ვიცი მე, კორონა არის თუ რაღაც ეს მომენტი, ხო? ანუ საბოლოო ჯამში სადაც არის კონფლიქტი, ალბათ მაინც უსამართლობის განცდა არის. და უსამართლობის განცდა შეიძლება იყოს იქიდან, რომ რატო ვერ იყიდება ეს პროდუქტი ისე, როგორც გვინდა და შეიძლება ინტერპრეტაცია იყოს ამისი იყოს განსხვავებული და შემდეგ უკვე გადავიდეს კონფლიქტში. ხო, მაგრამ აი მარკეტინგის დეპარტამენტსაც ხო რაღაც კუთხით ევალება, რომ ეს დაიდენტიფიციროს რა და თქვას, რომ აი მაგალითად აი ამის ბრალია პროდუქტის ჭირდება გამოჯობესება. თუ ეგ ისეთი დეპარტამენტია, რომელსაც ფიქსირებული ხელფასი ახლა თავს არ აიტკნებს. ნახე სად არის ახლა ძაღლის თავი დამარხული. შენ რომ უნდა დაიდენტიფიცირო, შენ დაიდენტიფიცირებ ისე, რომ შენი ბრალია. ხო, ამიტომ ყოველთვის თუ შენვე გეხება ის, რომ პრობლემის იდენტიფიკაცია გააკეთო, მაშინ შენ ყველაფერს გააკეთებ, რომ ეს ჯერ ამ პრობლემის სათავე იყოს სხვა და არა შენ. ხო, ამიტომ მაშინ გამოდის, რომ იცი რა არის ჩვენ არაფშვაში არა ვართ, ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი, რეკლამაც იყო, მივიტანეთ, მაგრამ თვითონ სეილი არ მოხდა. ანუ როგორც ათუ ამბობს, რა ლიდები მოვიყვანეთ და სეილი ვერ შედგა, ხო, რაღაც ეს მომენტი. ამიტომ სადღაც ჯამური გააზრება არის საჭირო. მე მაინც მგონია, მე არა ვარ არც სეილის, არც მარკეტინგის სპეციალისტი, ამას დეტალებში არ უყურებ, მაგრამ შორიდან მდგომი ინტრიგანი ადამიანის და ჩემს თვალში არის ის მომენტი, რომ თუ მან სწორი мотивაციის აქცენტები იქნება გაკეთებული, მაშინ კონფლიქტები იქნება მინიმიზირებული. ხო. აი მე კითხვას, ჩემი კითხვას რო გავცე მე პასუხი ეგეთი ის მექნებოდა, რომ ნუ ცხადია პროდუქტს
ზე არ დამოკიდებული და რა ბიზნესია და რა სკილის ასე შემდეგ, თუმცა ალბათ უმჯობესი იქნება ეს ორი მიმართულება იყოს გაყოფილი ცალ-ცალკე და ოღონდ მუშაობდეს ისე როგორც ერთი. ანუ ეს იქნებოდა ალბათ იდეალური მიმართულება. ინტრიგნული აზრი ნომერი 2 ჩაგაწოდოთ. ესე იგი მე ერთხელ მოვიხიბლე ძალიან არის ესეთი ძალიან დიდი სახელი ედუარდ დე ბონო თუ იცით ესეთი კაცი ინოვაციების და კრეატიულობის მიმართ და არაჩვეულებრივი ვორქშოპების და ეს არის ადამიანი რომელმაც 6 head principles გამოიგონა და ამას ძალიან კარგად ნერგავდა 3M იყო ძალიან კომპანია ესეთი დიდი კომპანია რომელმაც ძალიან წარმატებოდა მთელი ამბავი იდეა მდგომარეობდა ეგეთ რაღაცაში სანამ დირექტორები შევიდოდნენ ბორდ ოთახში სათათბირო ოთახი იყო. იქ ელაგა 6 ქუდი და ყველა შესვლის დროს სხვადასხვა ქუდს დაიხურავდა ხოლმე რა. ანუ რეალურად ეს ქუდი იყო როლი. შენ უნდა ყოფილიყავი devil's advocate, უნდა ყოფილიყავი პროდუქტის პრო, შენ უნდა ყოფილიყავი ანალიტიკოსი, თუ უნდა ყოფილიყავი უბრალოდ დრიმერი. და ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ ერთ ადამიანის პიროვნულ თვისებებზე არ ყოფილიყო კომპანიის მთელი მიმართულება ჩამოკიდებული. ხო და აი ხო უცებ წამოვიდა ეგეთი ინტრიგნული აზრი, რომ მარკეტინგის და სეილების დირექტორებმა რომ 6 თვეში ერთხელ რო ცვალონ თავისი როლები თუ შეიძლება. ამითი ვამბობ იმას, რომ ის კონფლიქტი რო გამოირიცხოს, სადაც მე ჩემი ეგოთი შევხედავდი ამას და თიც გავიშვერდი მეორე მხარეს და ჩემ თავსვე დავაძალებდი რომ ჯამური ხედვა მქონოდა. რომ ანუ იმასაც უგრძნობ რომ მარკეტინგი და სეილი სადღაც ერთად უნდა იყოს, ერთიანი ხედვით უნდა იყოს და იმასაც ვგრძნობ რომ ფუნქციონალურად ეს სხვა რაღაც არის და ეს ბუნებრივი კონფლიქტი აუცილებელიც არის იმისთვის რომ ჯანსაღი იყოს ორები. ხო, ეგ სხვა შორის აი რას თქვი, ეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს ახასიათებს პრაქტიკაში ამ დრო რომ კადრი რომელიც ზევით ადის ზედა ეშელონებში ასე ვთქვა დირექტორად მანამდე აქ გავლილი ყველა დეპარტამენტი და ეს არის ძალიან საინტერესო იგივე სეილში როცა არის შეიძლება უცებ 6 თვეში გადაიყვანონ და მარკეტინგი ჩააბარონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმიტომ რომ ამ ადამიანის ტყავზე არის უკვე გამოცდილი ჩვენ სამწუხაროდ ხშირად აქეთ ეს ფუფუნება ნაკლებად გვაქვს და ხშირ შემთხვევაში უფრო ისეთი დეპარტამენტი არის რომ მარკეტინგის თავისას შეიძლება ამ შემთხვევაში ამტკიცებს სეილი თავისას და კონფლიქტი კიდე შიგნით რეალურად ვერ აიდენტიფიცირებს იმ პრობლემას რის გამოც გაყიდვები არ არის და მათემატიკა და ციფრები ოხერია კიდე მთავარია რა ციფრებს დებ ხო ციფრს ვეღარდებ მე ეს ყველაფერი მე მინდა უფრო ბრენდის მხარესაც წავიდე აი ეხლა თუნდაც ახალი წელი იყო ბევრი რაღაცა ემოციური რეკლამა ვნახეთ და თითქოს არა მარტო ქართულ ბაზარზე ზოგადად ეგეთი ტენდენცია არსებობს რომ ანუ სარეკლამო ვიდეო რგოლები თუ ბრენდის კომუნიკაციები არის ძალიან ემოციური და ნაკლებად რაღაცა კონკრეტული პირდაპირ მოწოდება კონკრეტული პროდუქტის ყიდვისკენ ასე შემდეგ შეიძლება თუნდაც ისეთი პროდუქტი იყოს და ისეთი ბრენდი იყოს რომელსაც საერთოდ არ სჭირდება ემოციური კომუნიკაცია მაგრამ ისიც კი ამას შვება რომ რაღაცა მაკეტკენ წავიდეს როგორ ფიქრობთ ანუ რამდენად არის საჭირო ეგ ხა ამ დროს აზრით საინტერესო არის რომ ეს ემოციური კონექშენი შიგნით რას გიკეთებს ადამიანს კი ნუ ზოგადად შეიძლება რაღაც ჰქონდეს წარმოდგენა მაგრამ აი ბიზნეს ვაიზ ეს რამდენად გამართლებულია თუნდაც რაღაც ისეთ პროდუქტზე რომელიც არ ვიცი რაღაც ვყიდი ამ ჭიქას პირობითად და მეტი არაფერი ხო და მოაკეთებ ისეთ ემოციურ რეკლამას რომელიც რაღაც ემოციურ მას მიჩენს ამ ჭიქის მიმართ არ ვიცი ვიცი რა თვითონ ეგრეთ წოდებული ეს შინა კონტენტს რასაც ეძახიან იმდენად სხვა არის დღეს რომ უბრალოდ აი ეხლა რა გამახსენდა იცი გუშინა მომიგდო თუ გუშინ წინ არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის რაღაც რეკლამა და გინდათ ბინა მოდით ჩვენთან ხო ხდება ანუ და აი უკვე ანუ მოგეწოდა უკვე არა ხო უკვე ნახე უკვე საერთოდ აღარ აქცევ ყურადღებას ანუ მოთხოვნა მიწოდების ამბავია გიორგი ხო დასაწყისში თქვათ როდესაც სესხებზეც იგივე სიძახდნენ და ბანკებზეც ხო ბანკში რო სესხი აგეღო უნდა ჩაგეწყო ახლობელი ყოლოდა და თუ მოგცემდნენ მადლიერი უნდა ყოფილიყავი კარგი ბინა რომ იგეღო ესე იგი რა ვიცი უნდა ჩაგეწყო და შეგეყარა დედამიწა ხო ეხლა ეს მოთხოვნა მიწოდება პირიქით არის შესაბამისად ეს კრეატიული ნაწილიც იმიტომ არის რომ ემოციამ თუ არ გაგაჩერა მოკლედ როგორც ესე იგი
ფრანცისულად ვიტყვი თუ არ დაკლიკა, ისე ძალიან ძნელია უბრალოდ გადაწყვეტილების მიღება. ეს არის სხვათა შორის აი ძალიან ბევრი შემოთავაზების გამოც, რომ აი და მე ანდრო უფრო გაიხსენოს და წავა სიღრმეში, მაგამ ბავში ექსპერიმენტის ჩატარდა ხო, paradox of choice არის ესეთი, რომ რაც უფრო მეტი გაქვს, ესე იგი არჩევანი, მით უფრო გიჭირს გადაწყვეტილება. და ერთადერთი რაც კლიკავს ხშირ შემთხვევაში, ეს არის ემოცია. შესაბამისად, ხა რა თქმა უნდა ბრენდის თავის ადგილას უნდა იყოს, მაგრამ რა ვიცი, ამისი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ ბრენდის გამო იყიდება, თორე იგივეს ჩინეთში ამზადებენ კოპიას, მაგრამ იმას რომ იცმევ, თითქოს რაღაცა სხვა სტატუსი განიჭება. ნაღდია? თუ ეს არის რა, არა და ზუსტად შეიძლება იგივე მასალისგან იყოს დამზადებული, აგერ ბევრ ხშირ მსჯელობა გქონია მე და ამ დროს მაღაზია ჩინეთში ნაწარმოები პროდუქცია და იქ და ეხა ახალი ეშმაკოვა მოიფიქრეს created in Italy. ანუ ეს made in Italy-ს ვეღარ აწენს სინდისმა შეაწუხათ. და created in ანუ შექმნილია იტალიაში. იდეა მოვიდა იტალიის მიწაზე. მაგრამ მე ჩინელებმა გააკეთეს და ანუ რაღაც ესე წალეკილი ვართ ამ ეგრეთ წოდებული კონტენტით და ეგეც არის ერთ-ერთი რომ არ გაქვს საშუალო ემოციებს ეყრდნობი რა. მე ჩემგან იმას ვიტყვი რომ მოდი დაუბრუნდეთ თვითონ ბრენდინგის იდეას. საერთოდ მოვიდა ეს ბრენდინგი და ბრენდინგი მოვიდა იქიდან რომ როგორც ათომ თქვა მე თუ არჩევანის პრობლემა მაქვს და ვერ ამირჩევია A ვიყო თუ B ვიყო მე მჭირდება რაღაცა ნდობის ფაქტორი რის გამოდაც მე ყოველთვის წავალ A-სკენ და არა B-სკენ. გასაგებია რომ კომპანიებს ინტერესი აქვს რომ ამაში რომ ესე იგი მოგება მისკენ იყოს და ეს ნდობა რაღაცა მაგნეტური რაღაცა წერტილი უნდა იყოს, შეიძლება ლოგო იყოს, შეიძლება უბრალოდ სახელი იყოს, შეიძლება ასოცირება იყოს რაღაცასთან და ამ დროს ფინანსურად რო გადავიანგარიშოთ, ჩემი გადახდილი სიტყვაზე 100 ლარიდან რამდენი წავიდა პროდუქცია, რამდენი წავიდა გადასახადებში ან ხელფასებში ან ასე შემდეგ და რამდენი წავიდა სუფთა წმინდა მოგება და იმ წმინდა მოგებიდან რა ნაწილი იყო სწორედ ბრენდინგის და თქვენ აღმოაჩენთ რომ იყო საკმაოდ დიდი დოზა. ამიტომაც არის რომ მე მიმაჩნია რომ ფილოსოფიურად არასამართლიანად ბევრი მიაქვს მარკეტინგს და სეილს. ხვდები ხო? იმიტომ რომ ის რა თქმა უნდა რეზულტატს დებს და კომპანიის ჭრილში რო შეხედო შენ რაც არ უნდა ბევრი აწარმოო თუ ვერ ყიდი გაიჭედები. მაგრამ საბოლოო ჯამში შენ თუ ვერ ხვდები იმას რომ ნამეტანი დიდი დოზა მარკეტინგს არ უნდა მისცე, მაშინ შენვე მიხვდები რომ ერთჩვენიერ დღეს ვიღაცა ჩინელი მოვა რომელიც საერთოდ შეფუთვის გარეშე ნაცრისფერ ცელოფანის პარკში პირდაპირ ეგრევე გაუგზავნის შენს მომხმარებელს რაღაცას და მთელი შენი ბაზრობა დაგჭება გვერდით. იმიტომ რომ ამას გააკეთებს ონლაინ და პირდაპირ გააკეთებს აბსოლუტურად ზერო ბრენდინგით. იმიტომ რომ მოგიგებს იმაში რომ კლიენტს ექნება შეგრძნება იმისი რომ თავად ასეთნაირად მოწოდებული საქონელი უფრო პატიოსანი არის ვიდრე შენი გაბრენდინგებული, იმიტომ რომ შენ ამ ბრენდინგში კიდე ფული პრემიუმი ჩამიდები და ეხლა უფრო იაფია. ემოციურ კავშირში გტოვებს რაღაც კუთხით, ანუ შენ იმდენად მიჯაჭვული ყავს, რომ თანახმაა, რომ ის მეტი გადაგიხადოს. მაშინ გამოდის ეგეთი რაღაცა, რომ ის ემოციური კავშირი უნდა იყოს ესეთი გამოგონილი და ზედაპირული და მე უბრალოდ განსხვავებული ვარ და უბრალოდ ლურჯი ვარ და რახან ლურჯი ვარ მოდი ფული გადამიხადე კი არა ფასეულობრივი თანხმოედრა უნდა იყოს ჩემსა და შენს ბრენდინგს შორის და თუ ეს მომენტი არის, მაშინ მე იმ სტანდარტულ პროდუქტს, რომელიც იაფი არის, გვერდით გავწევ თუ არა და არ გავწევ. ანუ ფაქტობრივად შენ ფასთა ომში უკვე შედიხარ იმასთან, რომელსაც ზერო ბრენდინგით შემოდის და უბრალოდ ამოს რომ მე არც ვიჩემებ და არც ვიტყუები და შენ იჩემებ თუ იტყუები. მიხდი და ამიტომ შენ მაშინ თქვა რომ მეც არ ვიტყუები და მე ესეთი ვარ და ზედმეც გაძლევ, იმიტომ რომ აი მართლა ეგეთი ვარ და მაშინ ეს სიტყვა უნდა შემოიტანო მართლა და თუ მართლა ეგეთი ხარ გადაგიხდი იმ პრემიუმს, იმიტომ რომ ჩემნაირი ხარ და ასე ვთქვათ ერთობის შეგრძნება მაქვს, მაგრამ შენ თუ ვერ მიდებ მაგას და უბრალოდ ლურჯი თუ ხარ თუ უბრალოდ მწვანე თუ ხარ, ხო? აი მაგაში უკვე და აი არ გიფიქრია იმაზე მაგალითად რომ უყურებ, არ ვიცი, არ მინდა კონკრეტულად სექტორები დავასახელო, მაგრამ ბევრი ერთი მომსახურების მქონე ბიზნესის კომუნიკაციას და თითქოს ემოციურ დონეზე ყველა ერთი და იგივეს გეუბნება. იმიტომ რომ
ეხა ფილოსოფიურად კი პასუხებ. იმიტომ რომ თუ კი რამე ჭირს ცხოვრებაში, ეს არის საკუთარი მეს პოვნა. და ჩვენ ერთმანეთს ვპარავთ და ვსესხულობთ ემოციურ ბმებს. მოდა არსებობს მარტო იმიტომ რომ შენ არ გაქვს იმდენი პიროვნული ხედვა და ხელწერა, რომ შენი ტანსაცმელი დაგემგონოს შენ. ამიტომ შენ ამ მეობას სესხულობ ვიღაცა კომპანიისგან, ხო? და ფაქტიურად ვინმე მაგიგზალა? არა, მაგრამ შენ გიძნელდება და ამიტომ შენ ამას სესხულობ. აქაც ანალოგიური მომენტი არის. ჩვენ არ შეგვიძლია რომ 200 ადამიანი იყოს 200-ვე ნაღდი. რატო? იმიტომ რომ ბუნებრივად შეუძლებელია. და 198 აკოპირებს ერთმანეთს. ვისგან? აი ვიღაცა ერთი ნაღდისაგან. და всё უკვე წავიდა, რა ვიცი, მერაე ქერიმ როგორც იმღერა 90-იან წლებში ნახევარი დედამიწის ესტრადა ყველა სცენაზე, ყველა ქალი, ყველა მერაე ქერის ვარიანტში იმღერის. რატო? იმიტომ რომ რთულია იყო მე. ნამდვილად. და აი მან თუ არ არის მომხმარებლის მხარეს სირთულე, რომ იპო შენი ბრენდი რა, ეხა ესე რო თქვა, ანუ ის პირველი რომელიც უიმე ძალიან ცუდი კითხვა დასვი ხა. ეხა სიცხლი დაიყურება. დავღვაროთ. აქ არის პრობლემა იმისი, რომ მომხმარებელსაც არ აქვს მე. და მომხმარებელი ამ მეობას სესხულობს ინსტაგრამებში და ტიკტოკებში ვიღაცა ინფლუენსერებისაგან და რახან იმან იყიდა მეც მინდა და ამის უკან დგას კომპანია, რომელიც ამას რომ ვაიმე რა კარგია შტერ ხალხს მივიყიდოთ შტერობა და ჩვენ ვიქნებით კარგად და საერთოდ არ არის საჭირო არც მეობა და არც განვითარება. ანუ ფაქტობრივად შეიკრა წრე ისეთნაირად, რომ შტერ მწარმოებელს უნდა და ურჩევნია შტერი მომხმარებელი, რომელიც არჩევანს იღებს შტერულ საქონელზე და ამ ჩაკეტილ სისტემაში ყველა ბედნიერია და ობიექტურობა იკარგება. ეს არის ფილოსოფიური პრობლემა კაპიტალიზმის. ხუიპოლოპოლოს. დაუსაწევთ. ეხლა ეს მეს გავდეს და ზეინია არის ესეთი ბრენდი, მოკლედ ტანსაცმლის და ჯერ რაღაც იქს ვკითხულობ დაახლოებით 10 წლის წინ სერვისზე და ძალიან ხშირად ახსენებდნენ ამ ზეინიას გულწრფელი ვიქნები და დიდად არ ვერ გვეუბნები ხა ზეინია რა ის იყო ბრენდი რა და ნუ მართლა ძალიან კარგი დიზაინის ტანსაცმელისა აქვს და ხარისხიანიც რა და მე რო წავიკითხე ეს ადამიანი ესე იგი იტალიის იმ სოფელშია ისევ ის მოსახლეობა ყავს დასაქმებული ყველა გარშემო ანუ ძალიან ძვირადღირებული ბრენდი არის რა რეალურად და ისევ იტალიიდან მიდის მართლა და საუკეთესო რაღაცა თხის წვერს იყენებენ იმისთვის და ასე. ხო, ეგ უკვე ისტორია რა და აი გადავედით იმაზე რა why სამბავში რომ რა ისტორია დგას, რასაც აკეთებ, რატომ აკეთებ რა და ხო, ეს ახლა ყველაფერი აიზილა, იმიტომ რომ აქამდე თუ ამაზე გიწევდა შრომა, ეხლა დაიქირავებ ინფლუენსერს, რომელიც ესე იგი TikTok-ზე, Instagram-ზე გაგიმარტივებს ცხოვრებას და თვითონვე შეიზილავს იმ კრემს, გამოიყენებს რაღაცას და შენი why-ც ეგ არის ხშირ შემთხვევაში, why-ად და იმიტომ რომ ის იყენებს ამ შემთხვევაში და რეალურად დიდი ბრენდების უკან უკვე ხარ, რაღაცა Nike, გუშინ წინ კიდე Red Bull-ი საერთოდ სიგიჟეა, რომ მე არც ვიცოდი Red Bull-ს თავისი ქარხანა არ აქვს. საერთოდ და Red Bull-ი ის მარკეტინგს მხოლოდ, ხო? ანუ აი ეს არის ალბათ მარკეტინგის პიკი, სავარაუდოდ გიორგი მე მარკეტინგის იმაში ვერ გამოვდგები, იმიტომ რომ სეილის კაცი ვარ რა. მარკეტინგის პიკი ალბათ სეილიც ერთგვარი მარკეტინგი შეიძლება იყოს. კი. Red Bull-ი მაგალითად, ნუ საერთოდ პიკი არის. რა ისტორია დგას, აი ეს რითიმ გავს მე ეგ ბრენდი და ეხლა ცოტა გაჭირდა ეგეც, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ჰაიპში არის ძალიან Uniqlo. უფრო სიმარტივისკენ წავიდა, იმიტომ რომ ეს Uniqlo მე შემთხვევით ვიყიდე ამერიკაში და რა ვიცი $80 ფანტასტიკური კურტკა. მე სხვა რომელიც შეიძლება თქვა $1000 ან ფუნქციურად ვიძახი რა და ევროპაში ეხლა Uniqlo-სთან აი რიგები დგას და სუსავსეა. არის საკმაოდ ფასიანი. ვადასტურებ. კი ბატონო. და არის ყველაზე პრაქტიკული ან სოფლიო ამისკენაც მიდის. თუმცა იმ ბრენდებს ყოველთვის ყავს და ეყოლება ეს მომხმარებელი სანამ ეს არსებობს პრადა. ესე იგი ბენზინს დავასხავს შენს ნათქვამს Uniqlo კარგი ის არის აქ მაგალითი ამისთვის. Uniqlo-ს ტექნოლოგია აქვს უკან, რომლითაც იმ ხარისხს
უბრალოდ კი არ გაბრენდებული და რაღაცა ესე გაკეთებული კი არ არის. იქ სერიოზული ტექნოლოგიური ასე ვთქვათ ინჟინერობა დევს და Uniqlo ამ დროს ამბობს რომ მე ამაში ძალიან ბევრ პრემიუმს არც დაგართმევ და ფასი არის გაცილებით უფრო დემოკრატიული და ამიტომ ეს ეთანხმება იმ ალბათ ვიტყვი თაობის ფასეულობას, რომელსაც ეს რაღაცა როლექსური ცხოვრება საერთოდ მოაფრენდეს რა, იმიტომ რომ ხო ხტები ხარ რაღაცა მოდი გახსნათ თქვათ როდესაც სამყარო იყო იმპერიალისტური, აი ბრიტანეთის იმპერია ის რაღაცა, როდესაც ეს დაპირისპირება იყო, რომ აი აგერ ფულიანი ხალხი და აგერ უფულო ხალხი, ეს ფულიან ხალხს რო უყურებდი როგორ ცხოვრობდა, მათი ატრიბუტები რაღაცნაირად გინოდა რომ წამოგეყო. არ ვიცი ის რაღაცა საჩაიე თუ ის რაღაცა მანქანა და ის რაღაცა ძველებური რაღაცა, რომელიც ხას უსვავდა თითქოს და იმ სტატუსს. და დღეს თაობა წამოვიდა, რომელსაც განცდა ამისი არა აქვს და რატო უნდა იტრიპაჩოს რაღაცა ისეთი არქაული რაღაცით, რომელიც არ გამოკრავს გულს და Uniqlo-მ თუ დადო ის რომ რაღაცა ტექნოლოგიურად უიმ რა გემრიელი სახმარი პერანგი მაცვია დაილოცოს Uniqlo სიტყვაზე ვლაპარაკობ რა და აქედან გამომდინარე მაშინ თვითონ ბრენდინგსაც მოუწევს რომ ძალიან ბევრი რაღაცა გადამოწმოს იმიტომ რომ ძველებური მიდგომები აღარ იმუშავებს და ძველებური მიდგომა არის ის რომ მე რაღაცა როგორ იმას ვყიდი იცი რა ქვია სტატუსურ რაღაცას ვყიდი ხო იცი რაღაცა აი მაშინ რო იყო ძველი ციგნებით გასწავლი პიპინია რო ეუბნება შვილიშვილს ხო იცი რა ხო და საბოლოო ჯამში ეს ერთ პრობლემასთან მედის ან პროდუქტები და სერვისები ერთმანეთს დაემგვანება და შესაბამისად ბრენდინგებიც ერთმანეთს დაემგვანება და ამის მერე შენ უკვე დიფერენციაციას ვეღარ გააკეთებ და აბა მაშინ რას ყიდი და ხას რას უსვავ და მეორე საპირწონე უნდა გამოჩნდეს რომ შენ თუ მართლა დებ რაღაცა ღირებულებას ის უნდა იყოს ან ფასეულობრივად იქ სადაც მე ვდგევარ რაღაცა იდეის გარშემო და იცოდე რომ დღევანდელ სამყაროში სწორედ ფასეულობების კრიზისი არის, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიგეთ რომ ფასეულობას უნდა მოვჭიდოთ ხელი, იმიტომ რომ რასაც მოვჭიდეთ ხელი, გაგვიუფასურდა ყველაფერი სანამ ხელში დავიკავეთ. და საბოლოო ჯამში ახალგაზრდები მოდიან და ამბობენ რომ რავი, მაშინ იყოს მარტივი, იაფი, იორღად, მეტი ამისგან არაფერი არ მინდა და თვითონ წყალი შეუყენდა საერთოდ ბრენდინგის იდეას თითქოს რა. ეს პრობლემა გლობალურად მე რომ მკითხოს კაცმა არის და ამაზე ალბათ ვიღაცები უნდა ფიქრობდეს. მე ესე იგი ინტრიგნული წინადადება ნომერი 3 ვისროლე ხარ. არა ვარ სპეციალისტი ამ დარგის, მაგრამ გვერდიდან ხედავ. ერთ რაღაცას დავამატებდი რომ ალბათ ნუ ზოგადად ბრენდი არის ცოცხალი ორგანიზმი. მას სჭირდება მუდმივად ტრანსფორმაცია გარემო პირობებთან მიმართებაში და ყველა იმ პროცესთან მიმართებაში, სადაც ის იმყოფება და ალბათ ეგ არის მნიშვნელოვანი, როგორც ადამიანები ვიზრდებით და ვითარდებით და ვიცვლებით და ფასეულობები გვეცვლება და ასე შემდეგ, ანალოგიური არის ბრენდიც, რომელიც უნდა იცვლებოდეს. თუ არ იცვლება, ნუ ეგ არის პრობლემა რეალურად. მე ცხადია ის, რასაც ამბობდი, რომ მსგავსება მოდის და ყველა ერთნაირი ხდება, ალბათ ეგ პრობლემა ყველაზე მკვეთრად მან იჩენს ხოლმე თავს. ერთი რაც მინდოდა ამ ნაწილს ახლა რო საუბრობდით ცოტა ხნის წინ ახსენეთ რაღაცა და მინდა ეგ ნაწილიც გამოყო. ბრენდებში ხშირად აი სეილების მიმართულებში არსებობს ეს cold ზარებს რო ეძახიან რა რაღაც აი მაქვს პროდუქტი და აი იმ მომხმარებელს ურეკავ შენ რო ახსენე წეგან რო მინდა რაღაც მივყიდო რაღაცა პროდუქტი პირობითად და ანუ იმდენად უხეშია ჩვენ წინა პოდკასტებშიც ქონია მაგას საუბარი რა რომ თითქოს უკვე ეგრევე red flag-ი არის რა რომ მირეკავს უცხო ნომერი ვიღადა გამარჯობათ ბატონო გიორგი 2 წუთი ხომ არა გაქვთ რომ დამიტყოთ ანუ უკვე ვიცი რომ მე რაც შეიძლება მალე უნდა გავთიშო ეს ტელეფონი რაც არ ანუ აღარ მაინტერესებს რას თავაზობს ხო ხვდები და აი თითქოს არ ვიცი ხა შეიძლება მე ვხვდები ეგეთ სატელეფონო ბაზარში რო ხშირად შემომდის ესეთი ზარი თუ რაღაცა ტრენდი გაჩნდა თუ ანუ თქვენი რეკომენდაცია რა არის ეგეთ დროს არ ვიცი ეს ცივიზარები რამდენად დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში საქმეს აკეთებს ну პირველი რეკომენდაცია მაგით ჯამთ პურს ეს არის რომ ეს ცივიზარი უნდა გაათბო რა თუ კი შანსი ან მოკლედ თუ აუცილებლად უნდა დაარეკო, იმიტომ რომ ყველა კლიენტს ნაცნობობით ვერ მიწვდები, შეიძლება რაღაც სპეციფიკა გაქვს და მარკეტინგითაც ვერ მიწვდე და ურეკავ და აი მან გვაქონდა ძალიან ბევრი საუბარი მეც და ამ დროსაც. შენ როგორც კი დამლაპტო, იცი რა, გუშინ საუბრობდი ზუსტად
უკვე ადამიანები ერთმანეთს ერთი შემოხედვით ხვდებიან, როგორ მიყურებს, რა ვიცი, მოვწონვარ, ან მოვწონვარ და ასე შემდეგ. იმ ზარში სტონში ტემპში იგრძნობა რატომ რეკავს. და თუ ეს რატომ არის, რომ მხოლოდ უნდა რომ შეგტენოს, ამ შემთხვევაში პირველი რაც ინთება, ეს არის თავდაცვა, რომ მაქსიმალურად დაიცვა თავი. მაგალითად, მე რო დამირეკოს გიორგიმ და მითხრას, რომ მაგალითად, რომ დავით ვიცი ახლა შეიძლება ისეთი დროა, თუ ცუდი დროა, არც დაგელაპარაკები, მაგრამ თუ გცალია, მაინტერესებს უბრალოდ ორიოდე კითხვა მაქვს, ამასთან მიმართებაში ამ თემაზე გირეკავ, თუ საინტერესო არ იქნება, დაგემშვიდობები, არ მინდა რომ დრო უბრალოდ დაგაკარგინო. ეგ უფრო ბევრად უფრო პატიოსანი მიდგომა იქნება, იგივე სხვადასხვა ვარიაციები, ვიდრე გამარჯობათ, მოგესალმებით, აქედან შემოთავაზება გვაქვს და ასე შემდეგ, ხო, მე ვცინებ ხოლმე ამ ხმით, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს გავს, აი როგორც ბრენდინგზე დავიწყოთ, ეს ხალხიც ერთმანეთს ემსგავსება და აი sales call-ებში განსაკუთრებით ცივში ყველაზე ცუდი რა არის, ინდივიდუალიზმი არის თითქმის ნოლამდე დასული. აი ნოლთან არის ციფრთან ძალიან ახლოს. და ყველას ეშინია რომ მეტი დარეკოს. და ყველაზე უცნაურს რას გეტყვიცი, მე რო ტრეინინგი მქონია, ყველაზე მაგრად ყიდიან ხოლმე ისინი, ვინც არ ყიდიან. იმიტომ რომ აი თავისი ბიზნესი აქვს და უბრალოდ ერთ-ერთი მახსოვს ქალბატონი იყო სადღაც იმაში არის ვეძიში, სადღაც მოკლედ თავისი ბიზნესი აქვს და აი დაუფინანსეს ეს ტრეინინგი რაღაც ფონდმა. აბა მოკლედ დამირეკებთ, აი როგორ ისე მესაუბრა რომ ბატონ დავით, მე უბრალოდ მირჩიეს თქვენთან დარეკვა. იცით მე უბრალოდ მე გეტყვით რისიც ვჯერა ჩემ მიმართულებით, მაგრამ არ ვიცი რამდენად თქვენ გულს მოხვდება ეს ყველაფერი და გავშრი და სადისწავლე. ხო, და სადისწავლე უთხარი და არსად მითხრა. უბრალოდ გული აი როგორ არის ეს სეილზე ავენთერა რომ აი როგორც ბავშვი რო ხარ და ნაღდობა და მე რაც იზდები ამ ნაღდობას რო გადაგასწავლიან აი სეილიც დაახლოებით ეგრე არის რა რომ რატომღაც სეილში თუ ხვდები უკვე აპრიორია რომ ნაღდი აღარ უნდა იყო არა და პირიქით არის ანუ სეილი ფეიქს ნიშნავს ხო ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ ხვდება მენეჯერი რომელიც გეუბნება რომ აი შემომხედე მოკლედ მე ახლა როგორ და ეგ ახლა 2000 წელს და 2005 წელს არქაული დროით რო შემოთავაზება მაქვს თქვენთვის და პროდუქტი ყიდდა თავის თავს და ის უბრალოდ რახან გირეკავდა უკვე თემა იყო დღეს საერთოდ არ არის ესე Amazon-შიც კი ჩატში გეუბნება hey how is your day და რაღაც თქვა და კი ფეიქია გძნობ მაგრამ მაინც ქსიამოვნებს ინდივიდუალიზმი გიორგი არის აი როგორც ბრენდინგში აი ისტორია უნდა იდგეს და ინდივიდი უნდა იდგეს ამ ყველაფრის უკან რისი ჯერა ამ ინდივიდს აქაც უნდა გძნობდე რომ ადამიანი მელაპარაკება და cold call-ი უკვე სახელშიც პრობლემა არის რა ხო ანდრო საიდან მოვიტანოთ სეილებში ინდივიდუალიზმი საიდანაც მოდის ინდივიდუალიზმი და ინდივიდუალიზმი მოდის საინტერესო შინაგანი ცხოვრებისაგან მეტი არაფრისაგან შენ ადამიანს ვერ აიძულებ მაგალითად ბავშვს რომელსაც ატარებ ფორტეპიანოზე რომელიც უკრავს და რომელსაც შეიძლება კარგი ტექნიკაც აქვს ანუ ტექნიკურად არ აქვს პრობლემა პირიქით ყველას ჯობია კლასში სიტყვაზე ლაპარაკობ და შენ უსმენ ამ ადამიანს და ხვდები რომ ეს არ არის მუსიკა და როგორ უნდა დააკროვინო ამას მუსიკა და პრობლემა ის რაშია ამ ადამიანს არ აქვს მოსაყოლი ისტორია ამ ადამიანს არ ტკენია არაფერი შეყვარებულს მისთვის არ უღალატია და თვითონ რაღაცა არ გადახდენია და ამიტომ შენ ვერ ეტყვი რომ წადი რა ჯერ იცხოვრე საინტერესოდ რომ კონდეს მოსაყოლი საინტერესო და მე აი ამ შენი ტექნიკით და ამ შენი მუზიცირებით მე მომიყევი ეგ რაღაცა იმიტომ რომ სანამ შენ მოსაყოლი არ გექნება შენ მე რომ გაგიზომო ყველა ნოტი რომელი ნოტი რა სიძლიერით დაუკრა და ეგრე რომ დაუკრა კიდევაც მაინც არ იქნება ის მუსიკა ხო იმიტომ რომ ის იქნება უბრალოდ რაღაცა MIDI files რომელსაც დაუკრავ ჩვეულებრივად რა ამიტომ საიდან მოდის მე მოდის პიროვნული გამოცდილებიდან ანალოგიურად იგივე call-ებს როგორც ეძახით რა ყველაზე კარგი ესე იგი ზარი არ მიმუშავია კომპანიებთან სწორედ ამ რაღაც call ცენტრების მხრივ რაც მე ზარები მომისმენია ყველაზე კარგი ზარი არის ის როდესაც ადამიანი მართლა урეკავს მართლა ეკითხება და მართლა უსმენს ანუ ფაქტობრივად ჩათვალე რომ დარეკა შეეკითხა და მოусმინა ყველა აკეთებს ამას მაგრამ 100-დან 10%-ზე ნაკლები აკეთებს იმას რომ მართლა დარეკა მართლა აკითხა და მართლა მოусმინა და ანუ ესე იგი გასაღები ყოფილა სიტყვა მართლაში
და ეს მართლა ამ დროს ვერ ისწავლება, ეს უნდა იცხოვრო. და აი როცა კომპანია ხარ, ეხლა რაღაც უფრო HR მიმართულებისკენ წავედი რა, ანუ როგორ უნდა ნახო ეგეთი ადამიანები, როგორ უნდა არჩიო ეგეთი ადამიანები ბრენდმა და მეორე არის როგორ უნდა როგორც კადრმა როგორ უნდა განაწყო საკუთარ თავის სამსახურში რომ იყო მართლა ის რაც ხარ. მე ანდრო ვიტყვი ეგეთ რაღაცას, მაგას შენ ვერ ნახავ, მაგ ინსტრუქციას ვერ ჩამოწერ, ეგ უნდა გაზარდო. და მაშინ შენ მეტყვი რომ მოიცე კაცო მე HR ვარ თუ ისა ეკლესია ვარ თუ აშრამი ვარ თუ რა უნდა ვზარდო ფსიქოლოგიის ის კი არა მაქვს აქ რაღაცა კლუბი და ამ დროს ვერაცდები ამას ერთი კაცი ამოდა რომ ისე ვაიმეო მეო წარმომედგენიაო სტივ ჯობსო სახშიო სტივ ჯობსის ბავშვებს რა მაგარი გაჯეტები აქვს თუ ალბათო და სტივ ჯობსმა თქვა რომ არც ერთი გაჯეტი არ აქვს ჩემს შვილებს აგზალული მაქვს სახში აბა ისო სადილზე რომ ჭამთო ერთათო რაზე ლაპარაკობთო და ხელოვნებაზეო და ეხლა ეს მოვიტანე იმიტომ რომ მე შემჩნეული ვარ იმაში რომ კომპანიებში დავდივარ და ფილოსოფიურ კლუბებს ვაკეთებ შიგნით და ამას ვაკეთებ იმიტომ რომ რაღაცა გარეთ და სააზროვნო შევაგდო რა ვიცი აგერ ამასინათ იყო რომ რაღაცა ძმები კარამაზოვების რაღაცა ფრაგმენტებს ვარჩევდით და სისხლებს დავღვარეთ იქ რატო? იმიტომ რომ საფიქრელში ჩაგდებულ ადამიანს უკვე სათქმელი აქვს მე. ეს დიდი ხნის ამბავი არის, მაგრამ შენ ამ ორმოში უნდა ჩააგდო ადამიანი. იმიტომ რომ მოდი უკუღმა გეტყვი, შენი მეგობარი ვინ არის? ის ვინც საინტერესოა თუ ის ვისაც კარგად აცვია? შე გადაწყვეტ მან ყველაფერი. შენ თუ მეუბნები რომ ჩემი მეგობრებს ყველას კარგად აცვია, მაშინ გეტყვი რომ დამანებებენ თავი. მაგრამ შენ თუ მეტყვი რომ მე ჩემს ახლობელ ადამიანად ვირჩევ იმას ვინც საინტერესოა და არც კი ვიკითხავ რა სფეროში. რა ხან შენთვის საინტერესოა, უკვე საინტერესოა. მაშინ მე გეტყვი რომ თურმე მაგნეტიზმის ფორმულა ყოფილა რომ ის რომ შენ უნდა იყოს საინტერესო. and განვაგრძობ Sales MBA არის ეგეთი პროექტი გვაქვს გიორგი, ვამაყობთ დღემდე, იმიტომ რომ ფულს არ ვართმევთ ამ ხალხს და ანდრომაც მაგიტო თავის დროზე სანამ დამეგობრდებოდა დაგვაფასა და მიგვიღო რა დღემდე ესეა 8 ნაკადი უკვე და 400-500 ადამიანიდან ვარჩევთ ხოლმე 20-25-ს ეხლა უკვე რომ ვასწავლოთ 3 თვე გაყიდვები მეც ვასწავლი ანდროც მოკლედ ბევრი ლექტორია ჩართული და პირიქით აქეთ ვაძლევთ ფულს და აქ თავარი დილემა არის ხოლმე რომ როგორ ავარჩიოთ ეს ხალხი და გაყიდვების ინსტიტუტის მთლიანად ამ Sales MBA-ლებით არის დაკომპლექტებული რა და მართლა გულწრფელად ყველაზე დიდად რასაც ესე ვაკვირდებით ეს არის ნახდობა მეტნაკლებად რა თქმა უნდა ხა ერთი გასაუბრები და ორ თმას სხვადასხვა სიტუაციებს უქმნით იმ დღეს ეგერ ChatGPT-ს ვეკითხებოდი კიდე რა სიტუაციაში ჩავაგდო ხა ახალი ნაკადი გვეყოლება თებერვლიდან მე-9 ნაკადი რომ აი ეს ნახდობა იმიტომ რომ არც იმისი ოჯახის შვილობა მინდა არც იმისი ნასწავლობა მინდა მხოლოდ იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ყელი გამოგჭრას მერე და ანუ არ მუშაობს ეგეთი რაღაცეები რა ამიტომ მე მაგალითად ორგანიზაციებს ურჩევ ხოლმე რომ თქვენივე შიდა რაღაცა სკოლები, აი როგორც მადრიდის რეალს თავისი ისე აქვს და ბარსელონას თავისი სკოლა ხო ახსასდელების და ნამდვილი ვარსკვლავები იქ იბადებიან და მე თუ მკითხავთ მე სეილის გარდა სწავლის კაციც ვარ და ყველას უნდა კონდეს ალბათ დიდ ორგანიზაციებს შიდა ტრენინგ ცენტრი კი არა რომელიც არსებულ კადრებს ამზადებს არამედ სხვა შორის ბანკებმა დაიწყეს ეს წარმატებით არამედ აი საერთოდ ნორჩ ხალხი რო აყავთ გარედან და შესაბამისად ტექნიკის გარდა ფასეულობებსაც უზიარებენ გარკვეულ წილად რა. მე მინდა ხა წაგიყვანოთ უფრო ადამიანებისკენ ბრენდებიდან გადავიდეთ უშუალოდ იმ ადამიანებზე რომლებიც salesmen-ები არიან ასე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც არ ვიცი ეს შეიძლება მოწოდებით იყო, განათლებით იყო, ჩამოიყალიბო, გამოიმუშაო, დაბადებული იყო ამისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი აზრით მანდაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი პერსონალური ბრენდის. მე როგორ პოზიციონირებ საზოგადოებაში, როგორი სახელი მაქვს, როგორ მიცნობენ, როგორი ასე ვთქვათ სტილი მაქვს და ასე შემდეგ. ანუ აი მაგნაწილში აი სეილი რო გამოყოთ, ანუ თუ არსებობს რამე რაღაცა წესები, პრაქტიკები, რითაც აი თქვენ აძლევთ რეკომენდაციას იმ ადამიანს, რომ სასურველია, რომ არ ვიცი,
პირველმა გაუღიმოს პირობით არ ვიცი ხო რაღაცა ხრიკებს რო ახსენებდი ხო ადამიანები მოდიან შენთან და გეკითხებენ რომ ხრიკები მასწავლე მაგრამ ხრიკებზე არ არის უფრო მეტად აი როგორია სეილსმენის ბრენდინგი როგორც ადამიანის მე ესე იგი სირცხვილით უნდა ვაღიარო თქვენ პირდაპირ ეთერში რომ მე ადრე ტრენინგზე ვიტყუებოდი ესე დებილობას ვაკეთებდი რომ როგორი უნდა იყოს კარგი სეილსმენი და დაიწყებოდა იქ დროს ვახარჯინებდი ხალხსაც და მე ვხარჯავდი დროს რომ უნდა იყოს მაღალი, მორჭმული, გამგებიანი, ლაშქრამრავალი ასე შემდეგ და რეალურად რა ეხლა ჯერჯერობით რა ჭეშმარიტებამდეც გავედი და გული კი მტკივა, მაგრამ ეგრეა რეალურად ყველანაირი სეილი არსებობს. კარგი სეილი სამწუხაროდ არნიშნავს რომ ძალიან კარგი ტიპია. ანუ პიროვნულად და აი ბრაით უბრალოდ ერთი რაც დავაკვირდი ვთქვათ აი ქართულ რეალობაშიც რომ აი გაიცნობ ამ ადამიანს და შინაგანად სულში ჩაუძრები კი ხვდები რომ თლა კარგად ვერ არის იქ საქმე მაგრამ აი როგორ არა და ნუ აი ძალიან კარგი და წარმატებული და მართლა კარგად იცის თავის საქმე ზოგი არის რომ იდეალურად შეუძლია მართლა შეფუთოს ანუ არ ვიცი მსახიობის დონეზე მართოს ემოციები. აი წარმოუდგენლად და აი ჩემთვის მithქვავს რომ ვაუ, საბოლოო ჯამში კი მაინც რეალობა არის ხოლმე ესე იგი წარმოჩინდება, მაგრამ აქვთ ადამიანებს ეს უნიკალური ნიჭები. საბოლოო ჯამში მაინც ისინი იმარჯვებენ ალბათ ვისაც ეს მე აქვს და ეს თავის ხასიათის დამალვის არეშინია, მაგრამ დღეს რომ ეტყვის ტიპი რომ აი სეილი იდეალური როგორი უნდა იყოს ჩემი პასუხი არის რომ ყველანაირი შეიძლება იყოს და იყოს წარმატებული ის ტენიდეს კიდევაც და იყოს წარმატებული აი ძალიან მიმტევებელი იყოს და იყოს წარმატებული ყველანაირი ანუ აქ თავარი მაინც საბოლოო ციკლია ხო აი ნახე თავარი მე კი ვამტკიცებ გიორგი გულწრფელად რომ ნაღდობაა თქო მაგრამ ჩემი მემტკიცებაში ეჭვმებარება ხოლმე შიგადაშიგ იმიტომ რომ თლათ ეგეც არ არის, ანუ იმდენად კომპლექსურია იყო კარგი სეილი. რა ვიცი, ნაღდიც უნდა იყო, მეც უნდა გქონდეს, მაგრამ კარგი მსახიობის უნდა გძნობდე, ვისთან დაილაპარაკო, რა თქვა, ანუ ძალიან ისეთი კომპლექსური არის. ზოგჯერ, რა ვიცი, ისეთ ნაბიჯზე უნდა წახვიდე, თავარია, ესე იგი, არ გამოჩნდეს, თორე შეიძლება დაიბრალო კიდევაც რაღაც და ანუ 100%-ით სუფთად როგორც წარმოაჩენენ ხოლმე სამწუხაროდ თლათ ესე არ არის. ზოგი манипуляციასაც მიმართავს და ასე შემდეგ. ამიტომ ვიღაცები თუ ჩემგან ელოდებიან რომ სეილი უნდა იყოს აი ყველაზე დედა ტერეზა გულკეთილი და ასე შემდეგ. არც ეგ არის, არც ბელფორტივით აფერისტი არ უნდა იყოს ჯორდანევით და მე ციხეში უკრან თავი. აი ვისაც გულში რა აქვს, მოკლედ ყველანაირი ტიპისგან შეიძლება გამოითალოს სეილი. ერთი უბრალოდ რასაც ვიტყვი არის აი რაც ყველას აერთიანებს, აი რაც მინახავს ეს არის რომ აი მართლა ძალიან უნდა ჯეროდეს რაზეც ელაპარაკება. თვითონ თუ არ ჯერა და მუხტი არ აქვს, გამორიცხულია რომ სხვას მიყიდო რაღაც. ანუ თვითონ უნდა მოწონ ევასებოდეს რასაც აკეთებს და რასაც ყიდის. ეგ არის ალბათ ერთ-ერთი number 1 და მეორე ადამიანები უნდა ესმოს. ანუ ბურთი მემეს მხარეს კი არ უნდა კონდეს. არამედ აი ანდრომ თქვა რომ იქეთ მხარესაც უნდა კონდეს გადაგდებული და ეს მეორე ადამიანზე უნდა ცდილობდეს გაიგოს რაც შეიძლება მეტი მისი ინტერესები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეც ვერაფერს ვიტყვი რომ რამდენი ვამტკიცე რომ ესეთი უნდა იყოს და კეთილი და given და take და ასე შემდეგ. იმდენი მე სხვა მაგალითებს წავაწყდი და ხო ძალიან კომპლექსურია. ხა მე მაგალითად ეხლა ვფიქრობდი რაღაცას რომ ალბათ კარგი სეილი არის რომელიც უფრო მეც უსმენს ვიდრე ლაპარაკობს. ცალსახად. და აი მაგრამ გიორგი ეგეც არ არის ფორმულა. ხელოვნური არ უნდა იყოს. ეგეც არ არის ფორმულა, იმიტომ რომ სეილი მინახავს რომ პაჟარი უკიდია. ესე იგი მაგრამ იმდენად დრაივით გელაპარაკება რომ აი რაღაცა აკვირდები შენ თავს რომ იჯერებ. უი რაღაცნაირად მოხვდი ამის გავლენის ქვეშ. ხო ხტები, ანუ ბევრნაირი ტიპი არსებობს და არ მინდა რომ ესე დოგმათ ვიღაცამ ეხლა მოგუსმინოს და ჩავთვალოს რომ მე ხვალიდან ესეთი ვხდები. გამორიცხულია. ნაღდობას უნდა მიაწვე, მაგრამ ეს კომპონენტები მოკლედ ბევრი. მე ესეთი წინადადება მაქვს ჩემს ტვინში
ინგლისურად ჟღერს ესე რომ I feel what you feel. ანუ მე იმას გრძნობ, რასაც შენ გრძნობ. თუ მე გრძნობ იმას, რომ ის ადამიანი მგრძნობს მე, ნახევარი საილი უკვე მოხდა. ანუ ის გრძნობს მაგალითად რა არის ხარისხი, ისე როგორც მე ვგრძნობ. და მაშინ უკვე ნდობის ელემენტი გამიჩნდა რა. საიდან მოდის ეს ისევ იქ წავალ, საიდან აღარ მეორე წელზე აღარ წავალ. და ეს ნაღდობა მე უკვე დაშენდეს ამას და ის ვინც გადაახტება აი ამ ელემენტს და პირდაპირ ტექნიკით უნდა რომ ან გაზეპირებით, ან მანერების დახვეწით, ან მსახიობებით, ან მანიპულაციით უნდა რომ შეავსოს ეს ასმაგად აფუჭებს საქმეს ცალსახად. ვიღაცა გოიმს დააგოიმებ და ეს ისევ იმ პარადიგმასთან მივდივარ, რომ იცი რა გამოკეტილ ოთახში ვიღაცა ესე იგი გარეწარი მეორე გოიმს თუ აგოიმებს, უნდა დააგოიმოს კიდევაც, იმიტომ რომ ერთი ზღირსია მეორეს და მესამეც. და შეიძლება მე დაგთანხმდე აი ამ პარადიგმაზე, იმიტომ რომ მე მაშინ ზედმეტი ვარ. მაგრამ გრძელვადაში ესე ვერ იმუშავებს. გრძელვადაში ეს სტრუქტურა დაინგრევა და ამიტომ შენ თუ გინდა რომ შენი ბიზნესი გრძელვადაზე გათვალო, მაშინ გეტყვი რომ ადექი და იგრძენი სხვას რა უნდა, იმიტომ რომ მთელი ვიტამინი ბრენდინგის არის ის, რომ შენ საბოლოო ჯამში ნაკლებს ხარჯავ და ბევრი შემოგდის და თუ მართლა გინდა რომ მაგაზე გახვიდე, ადექი და ერთხელაც იგრძენი და მე მიხვდები რომ აი წარმოგიდგენ ხარ რომ შენ მაგარი მომღერალი რო ხარ, რა ვიცი, ნანი ბრეგვაძე ხარ სიტყვაზე და აი უბრალოდ გამოხვედი სცენაზე და ხალხი უკვე ფეხზე დგება, რატო იცი? იმიტომ რომ ის ხალხი გრძნობს, რომ შენ გრძნობ იმ რაღაცას სინახდეს. შეიძლება იმ დღეს იმ კონცერტზე ვერც იმღერო, მაგრამ ყველაფერი გეპატიება, რატო იცი? ნაღდი ხარ და ნაღდად ვერ იმღერი. და ვიღაცა კიდე ჩალიჩობს, რომ ეხა როგორ წავიდე, ფეხის აწავიღო, ხელის აწავიღო, ამ ნოტში იქ რაღაც ხვდები როგორ თემა რა. მაგრამ ურთულესია იყო ნაღდი. ამას ჭირდება ინდური მითოლოგიით ბევრი ცხოვრება, ქართულად ერთი ცხოვრება, ოღონდ ბევრი წელი. გიორგი, ბატონ, მცირე მაგალითს მოვიყვანა, როგორი უნდა იყოს სეილსმენი. ეხლა ბოლო დროს აკვიატება მაქვს რა მოდელებს ვაგროვებ ძველს და მანქანებს, სათამაშო მანქანებს. ჩემი ბავშვობის დროინდელს და ძალიან რთულად იშოვება. მაი მარკეტზე ვნახე ერთ-ერთი ნომერი და ურეკავ ამ ტიპს. და აი კლასიკა რა. გამარჯობთ აი ეს და გაცვლაც გიწერიათ მეთქი და აენთო უცებ ხო მართალი რო გითხრაო ისევ კი ვყიდიო მაგრამ მე თვითონ კოლექციონერი ვარო და შენრეები გაქვსო ეგრევე მითხრა და აი როგორც კი შენრეები გაქვს მითხრა ნდობა ავარდა უკვე იქ იმას აი აღარც ფასზე ვფიქრობდი საერთოდ მე ვთქვი მე ეს მაქვს მეთქი ეს მოდელები აი ორ-ორიც მაქვს და აუ რა მაგარიაო მოდიო საღამოს WhatsApp-ში ჩამიგდეო და შევხედო თუ იქნება გავცვალოთ ეხა იმან რომც მომყიდოს ვიყიდი ყველა ვარიანტი იმიტომ რომ იქ ეს საერთო ხო და ეხა ეგ არის ზუსტად რომ ეხა ამ დროს მოკავს კონსულტანტი სხვა შოისა საერთაშორისო ბრენდებს ეგ აქვთ რომ ძალიან დიდ დროს ხარჯავენ რომ ასწავლონ და შეაყვარონ თან ეს ყველაფერი რა ეს ბრენდიც და მართლა თვითონაც იყენებდეს და ასე ეხა მე იმ ადამიანთან ნდობა გამიჩნდა მაშინვე იმიტომ შეიძლება იმ ადამიანისგან ძალიან ადვილია რომ მოვტყუდე მაგრამ ისიც ჩემნაირია კოლექციონერია შესაბამისად გაიბა ის ხიდი და ის ჯაჭვი რა და გავაგზავნებთ ჩვენი ურთიერთობას, მაგრამ აი ეგ არის რა ერთ-ერთი მთავარი, რომ ამ სეილში შენ თვითონ რასაც ყიდი, რამდენად იმ ადამიანს ეს წერტილები ებმევა რა. რა არის ეგ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, ესე ხოცი პაპსა შეკითხვა რომ დავსვათ რა სეილში, რასაც რავი თქვენ ურჩევდით რომ შეცდომები რომელიც არ უნდა დაუშვა, როცა არ ვიცი ამ სფეროში შემოდიხარ. მე შემოგიტრიალებ კითხვას. და მარტივად გასცემ შენ თვითონ პასუხს. წინაცხოვრება რა არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები პირველ პაემანზე? ჩენი აზრით. არ ვიცი, გამოუცდელობა. გამოუცდელობა, აი რო უფრო რო ჩაუღრმავდე, ანუ აი ტიპი წყვილს რო შეხედავ, მიხვდები რომ პირველი პაემანია? კი, უხერხულობაზე ეტყობა. უხერხულო რა არის იქ საუხერხულო რა ხდება, ანუ საუხერხულო, ანუ რატო არიან უხერხულად?
არ ვიცი, ალბათ ანდრო უფრო გვეტყვის, მაგრამ მე არ ვიცი, ფინანსური ნაწილს არ ვიცი. ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს უხერხულობის გამომწვევი. რაც მომდის თავში არის ეგეთი რაღაცა, რომ შენ თუ გეტყობა, რომ გინდა, წააგე. უკვე წააგე. ხო, მარტო ნდობა ხო არ არის იქ უხერხულობის შემომტანი, ანუ იქ ჩემი აზრით არის აი რო არიცი საერთოდ არაფერი იმ ადამიანის გარშემო და მარტო ტრაფარეტული არის პირველი შეხვედრა და იმის სიღრმე არ აქვს, იმის იქით ვერ იყურები ჯერ. გადასარევი პასუხი არის უკვე. შენ თუ ამბობ რომ მე ტრაფარეტული არა ვარ და სიღრმე მაინტერესებს და არა უბრალოდ ზედაპირულობა, მაშინ კარგად გაგიყიდი. გადასარევი პასუხია რა ზერჩი. ზუსტად, ანუ ნახე ზუსტად ხო ეს სეილი ძალიან შეადო ადრე ხო პირადი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ძალიან ის არის, ხო? არა განცალკევებადი. როდესაც შენ ცდილობ too much, რომ გაყიდო შენი თავი და too much გაყიდვა რას ნიშნავს? იცი, როდესაც შენ მეორე მხარეს საერთოდ არ ინტერესდები. სინექს ქონდა ძალიან კაი საიმონს, რომ იმის მაგურად რომ აი პაიმანზე სანამ წახვალ თქვა რომ რა ვქნა, როგორ მოვაწონ თავი. ნეტა მომეწონება საერთოდ დასვა კითხვა რა. ნეტა იმას ვაფშე საერთოდ ჩემში რა აინტერესებს. ნეტა და ეგ ნაღდობა გარკვეულწილად გეტყობა რა, მათ შორის გაყიდვაშიც. მათ შორის აი თუ გაინტერესებს, აი და მეორე რისი გჯერა, აი რომ მიხვედი რისი გჯერა. ესეთი წიგნი არის სხვა შორის ძალიან მომწონს ამ სეილშიც ბევრს გამოადგება, მოდელს ქვია რა, მარკ მენსონის და არ არის სეილზე, არის დაკერვაზე. და პირად ურთიერთობებზე გეგონება რომ ნუ სეილზე არის დაწერილი, იმიტომ რომ აი რა შეცდომებიც ახლა თუნდაც ანდრო თქვა, ყველაფერი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე და ერთი სიტყვა არის, ყველა ძალიან მიყვარს სეილში neediness. და ჟარგონია და ნიშნავს რომ ხუმრობ ვაიმე უშენოდ მოვკვდები. ანუ როგორც კი მეორე მხარე გრძნობს რომ შენ იმდენად მოტივირებული ხარ რომ ესე უკვე ეჭვი გებადება რომ რაშია საქმე? რა ხდება? რატომ აწვება ესე? იმიტომ რომ too much pressure ავტომატურად იწვევს დისტანცირებას. ავტომატურად იწვევს დისტანცირებას პირადში, სეილშიც და ასე შემდეგ და pressure როდის არ არის გიორგი? როცა მე შენით ვარ დაინტერესებული, როგორ შეიძლება იყოს ეს წნეხი, იმიტომ რომ მე მაინტერესებ შენ და არა ის მარტო მე რა მაქვს. და მაინტერესებ და მე ვადარებ, აბა მე შეიძლება ეს უბრალოდ გითხრა, ეხლა იცი რა გისმენ და კი ვიფიქრე რომ მე ეს მაქვს, მაგრამ საერთოდ სათქვენოა და შეიძლება იქ აქეთ გითხრას რომ პრინციპში რატო არ არის? ხო ხტები, ანუ ეს მთლიანად ის არის რა, როგორ გითხრა, თამაში ნამდვილად არ მინდა დავარქვა, მაგრამ აი გამაგებინე, აი ესევე კითხები ხო ტრენინგის ისიც რა, გამაგებინე რაში გამოგადგები. და როგორც კი ეგ ეტყობა, რავი, სეილსმენს რომ გამაგებინე რაში გამოგადგები, როგორ შეიძლება, ოღონდ მართლა გულწრფელად აინტერესებს, როგორ შეიძლება მინიმუმ საინტერესო არ იყოს ამ ადამიანთან, მინიმუმ, შეიძლება მინიმუმ საინტერესო არ იყოს ამ ადამიანთან ურთიერთობა. ეგ აიძახის ხოლმე თავთავადზე ჩვენი შესყიდვების ტრენერი, რომელიც 20 წელია მეორე მხარეს არის, შემსყიდველი. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ყველა მოდის გაწერილი სცენარით და როგორც კი რაღაცა ისეთ კითხვას დაუსვამ, რომელიც ანუ სცენარის გარეთ არის, ინგრევა ყველა სისტემა და სიცითლე და არა ეხა მაგდენი და გაღიზიანება და ყველაფერი, იმიტომ რომ თითქოს გასკრიპტული არის ხშირ შემთხვევაში ურთიერთობა და როდესაც ვეუბნები ხოლმე რომ აი მიყევი იმ ფლოუს და დაუსვი კითხვა, შიში სადიბადება, იცი? და მე რო გავიჭედო და მე რო არ მქონდეს ის რაც იმას უნდა, and it's okay. უცბად პრობლემა იცი რაში არის? მაგდენად მაგარი რო იყო რომ ყველაფერში ესე იგი გაყვე კლიენტს, მაშინ შეიძლება აღარ გიღირდეს ბიზნესი. ზუსტად. ბიზნესი გიღირს მაშინ, როდესაც შენ ნაკლებს ხარჯავ და ბევრი შემოგდის. და ახლა შენ თუ ყველა კლიენტს უნდა გადაყვე და მართლა უნდა ელაპარაკო და გულში შემოიყვანო და I feel what you feel უნდა უკეთო, დამანებე მაშინ თავი რა. ეგ არის პრობლემა. და მაგაზე პასუხი არ მაქვს. იაფად გამოვედი ახლა. ისევე როგორც ვთქვათ ფსიქოლოგის შემთხვევაში, რომ პაციენტებს ეხლა რომ ჩაყვეს, შეიძლება თვითონ ერთ წელიწადში აქეთ გახდეს პაციენტი და ან აქტიური. კი ბატონო, ისე პაციენტებზე რო გადავედით, უნდა ვისარგებლო ამ მომენტით და მაქვს ცოტა ისეთი
მარკეტინგთან შეიძლება ესე პირდაპირ კავშირი არ აქვს, უფრო რაღაცა მენეჯმენტის და რაღაცა ადამიანების მართვის საკითხს ეხება. ხშირად არის ხოლმე ორი რაღაც მაინტერესებს რა. ერთი არის როცა მე რაღაც პოზიციაზე ვმუშაობ, მაწინაურებენ და ვიწყებ გუნდის მართვას. ზოგ ადამიანში ეს გუნდის მართვა შეიძლება სტერეოტიპული არსებობს და რაღაც ასოცირდება რაღაც, არ ვიცი, რაღაც სიმკაცრესთან, რაღაც რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩემი. და განსხვავდებოდეს იმ პოზიციაზე, როგორიც ვიყავი, უცებ გავხდეს სხვანაირი ადამიანი. და ეს ხშირად იწვევს ხოლმე თანამშრომლების რაღაცა ნეგატივს და თითქოს გაუცხოება ხდება და ანუ შენ როგორც კარგი ადამიანი, კარგი წარმატებული, ასე შემდეგ, ის პოზიცია გჭამს. ანუ ის პოზიცია ხდება შენი მტერი კარიერულ ნაწილში. და ხანდახან ამის გააზრებას რო ვიწყებთ, უკვე გვიანია რა, უკვე იქ დაკარგული გვაქვს ის იმ პოზიციის, არ ვიცი, აღარც ხალხი გისმენს, ვეღარც ისეთი მეგობრული ხარ, თითქოს რაღაცა ბარიერები ჩდება. აი, ეგეთ დროს, აი, რა შეიძლება იყოს, არ ვიცი, უფრო ალბათ საკუთარ თავთან არის ეს ყველაფერი დასაჩელენჯებელი, ასე ვთქვათ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მინახავს სხვა პოზიციაზე გადაყვანილი, ანუ დაწინაურებული კადრი იმის გამო, რომ ძალიან ძლიერი კადრია და მას ამოწევენ ზევით და იქ გაუფუჭებია და გაფუჭებულა თვითონაც. კი ბატონო. მაგას დავარქვათ ალბათ მთავარი ექიმის სინდრომი. იმიტომ რომ შეიძლება ექიმი იყოს გადასარევი ექიმი და მე დანიშნავენ მთავარ ექიმად. მთავარ ექიმი უკვე ნიშნავს, რომ ის ექიმი კი აღარ არის, უკვე ადმინისტრაციული მენეჯერი არის და იქ მოკვდა ექიმი. იცი, ჩემს გონებაში ეს ისევ იმ კითხვაზე დადის, რომ შენ შეგიძლია თუ არა, რომ ნიღბის გარეშე აკეთო შენი საქმე. თუ კი შენი სამსახური და შენი საქმიანობა, ის პოზიცია, ის თანამდებობა იწვევს ნიღბიანობას, მაშინ დაანებე მაგას თავი. და თუ კი შენ არ დაანებე თავი დახარე და გააგრძელე ნიღბით ცხოვრება, მაშინ სადღაც მოხდება კატაკლიზმა, ხო? და შეძლებ თუ არა შენ, რომ უნიღბოთ იყო და თან უნიღბოთ იყო სეილებში. ვაუ, მაშინ შესაძაც გეუბნებიან, რომ მიდი გაყიდე. რას ყიდი? ეგ შენ არ გაიკეთებია. მაგას ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ შენ გაყიდე. ანუ ხვდები უკვე როგორი დეპერსონალიზირებული პოზიცია გაქვს, რომ შენ ვიღაცის გაკეთებულს ყიდი, შენ არ გამოგიწერწია ეს, შენ პასუხისმგებლობა უნდა აიღო, რომ კარგია, იმიტომ რომ და ამ დროს შენ დეტალები არ იცი, იმიტომ რომ შენი გაკეთებული არ არის. შენ მარტო ფეისი ხარ, შენ მარტო ფრონტი ხარ ამ ყველაფრის და შენ კარგად უნდა ჩაიცვა, კარგად უნდა შეიძლება ლამაზი ტიპიც უნდა იყოს, რომ ის მოტყუდეს იმაში, რომ შენი სილამაზის მიღმა რაღაცა ქვეცნობიერი ნდობა კონდეს იმ პროდუქტის მიმართ და მე აღმოჩნდეს, რომ რა დებილობა იყიდე კაცო იმან. ხვდები, ესე იგი, მე რო ვიყო ეგეთ მდგომარეობაში, მე შეიძლება გადავხვდე ტყუარში. იმიტომ რომ ნიშნავს, რომ მე არამეტი უნდა ვიცხოვრო. ამიტომ ძალიან რთული გამოცდა არის ადამიანისათვის, რომ იყოს სეილებში. აი სეილიც რო არ იყოს და აი თქვა აი დიზაინერია პირობითად და გახდა ხელმძღვანელი რაღაც კაციანი გუნდის, ხო? და აი მანდ ერთვება ის ბრძოლა, რომ აუ ეხა ცოტა სხვა რაღაცები ხარ მომეთხოვა, ანუ ხარ უნდა გაუმკაცრდე ამ ხალხის. ხო და მანდ არის გულწრფელობის ამბავი, გიორგი, რა შენ თუ დაისვამ ამ ადამიანებს ალბათ და ეტყვი, რომ მე ეხლა ვარ ამ დილემის წინაშე და მე მომიწევს სხვა როლში ყოფნა და ანუ მოკლედ როგორც კი მე ესეთი რაღაცები ვჯერა, როგორც იწყება რაღაც ურთიერთობა, მე ისე გრძელდება ხოლმე რა. ახლა მე ჩემ თავსაც ვიჭერ ხოლმე, რომ აი ადრე ბევრად უფრო მკაცრი ვიყავი როგორც ხელმძღვანელი, ვიდრე ვარ ეხლა. და ერთი მარტივი მიზეზის გამო ბევრად ნაკლებად თავდაჯერებული ვიყავი, ვიდრე ვარ ეხლა, მაგრამ ალბათ 10 წლის მერე ვიტყვი ამ პოზიციაზე, რომ დედა რა მკაცრი ვიყავი, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. რატო იცი ეგ სიმკაცრე ხშირ შემთხვევაში არის თავდაჯერებულობასთან, რომ შენ გინდა რომ სიმკაცრით დააბალანსო და ემოციით და აგრესიით დააბალანსო ამ შემთხვევაში რამე არ გაგექცეს, რამე არ გაგეპაროს და ისინი კიდე შენის თან რო აღარ ხარ კაცო, ერთი თვის წინ რო ერთად ლუცვავდით და ეხლა რა დაგემართა, ხო, ერთი ჯამიდან ჭამდით. ამ დროს რომ უბრალოდ მოხდეს ძალიან გულწრფელი შეხვედრა, სადაც ვიტყვით, რომ მოდი ერთად ვთქვათ, ეს არის ზღვარი, მე ამას დავიცავ, თქვენ ეს დაიცავით
და ერთმანეთის იმას მაქსიმალურად პატივიცეთ და მეც შემიწყეთ ხელი ამ ახალ როლში. ჯადო არ არის ეს და ყველაფერი კარგად შეიძლება არ იყოს, მაგრამ მე მგონია რომ ბევრად უფრო მარტივად და ესე სუფთად წავა საქმე. ვიდრე, ესე იგი გავხდი მე დღეს ხელმძღვანელი კაბინეტში დავიბარე და თქვი რომ ხა მორჩაკინო და აბა გადავედით მუშაობაზე და იმიტომ რომ ხშირად რა არის გიორგი მანდ პრობლემა. მეც დამმართე, აი გულწრფელად ვიძახი, მეც დამმართნია რა. ყველაფერი მოდის აბსოლუტურად ზევიდან, ანუ დამფუძნებლებისგან, დირექტორისგან და ასე შემდეგ. ის თუ მე ჩამძახის რომ აი შენ ეს უნდა რეალურად middle management-ი განსაკუთრებით ესა ფილტრი. ზევიდან რაც მოდის, ყველაფერი თუ ქვევითამდე ჩაიტანე, წალეკავ და ქვევიდან რაც მოდის, სულ ყველაფერი ზევით თუ აიტანე, იქაც ესე იგი თლად კარგად არ წავა საქმე და ეს მოკლედ ფილტრის როლი საკმაოდ რთული არის, რომ შენ თვითონ გაანალიზო და ემოციურად არ გახდე რაღაცა მედროშე და იქ აი ხალხო ეხა შენ თვითონ, იმიტომ რომ ხელმძღვანელებს ხშირად ახასიათებს, რომ შენ რო გაგამენეჯერებენ, მერე მაქსიმალურად დაგამუშავებენ, რომ აბა გიორგი, ეხლა ცოტა სიმკაცრის გამოჩენა მოგიწევს. იმიტომ რომ ეგრე არ გამოვა საქმე და შენც ამას იღებ ისეთ მოცემულობას როგორც არის და შენ მეს გვერდზე წევ და აი მან დამთავრდა ჩემი აზრით ერთი ფურცელი გადაიშალა რა. მოკლედ მეობა თუ არ არის ფილოსოფიას მანდ არის ერთი აღრევა, რომ სიკეთე გონია სისუსტე. და როგორც კი შენ თანამდებობაზე დაგნიშნავენ, შენ მოგიწევს რომ მარტო კეთილი აღარ იყო და იქ შენ გონია რომ ვაიმე ეხა უნდა გავბოროტდე და რა სიტყვის ხალხი რომელსაც მე ვახსოვა როგორც კეთილი და შენ თავთან ვერ დალაგებულ ხარ რომ იყო მკაცრი არ ნიშნავს რომ იყო ბოროტი და ეგ ფილოსოფიური პრობლემა არის და არა რაღაც მენეჯერული პრობლემა რა. ხო, ეგ ძალიან საინტერესო პოინტი არის რა, რომ სიმკაცრე და სიბოროტე იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან. ხო. ალბათ გამოსავალი ის არის რომ მე ჩემი თავის მიმართ უნდა ვიყო მკაცრი. და თუ მე ამას ვახერხებ, მე ჩემი თავის მიმართ ბოროტი ხო ვერა ვარ კაცო. მაგრამ ჩემი თავის მიმართ კაცრი შემიძლია ვიყო და თუ აი აქ მოიძებნა ეგ წერტილი, მე უკვე სხვების მიმართაც ადვილად ხდება მაგის მოძებნა. კი ბატონო. მე მქონდა ეგეთი კითხვა ჩანიშნული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში, რასაც ქვია საკუთარი თავის მოტივირება და мотиваცია. მეც პირადად მქონია ხშირად შემთხვევა, როცა თენდება დღე და არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სიტყვაზე გუშინ და გუშინ წინ მიყავი და რაღაცნაირად თითქოს მიჭირს ისევ ჩავება იმ რაღაცა რუტინაში, რასაც აქამდე ვიყავი, რომელიც შეიძლება იყოს კარგია, მე არ მსტრესავს, კარგი სამსახური მაქვს, რაღაც ტრავმა არ მაქვს, რაღაცაზე ფიქრი არ მიწევს, ანუ ჩვეულებრივი რუტინა, უბრალოდ თითქოს რაღაც კითხვა მიჩნდება, რომ აი იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, ანუ თუ შემთხვევით სხვა რამე სხვა რო აკეთებ და აი ხანდახან ეს არის რომ გაგდებს იმ კალაპოტიდან, რასაც ნიშნავს რაღაცა შენი კარიერა, წარმატება და შეიძლება ნორმალური კარიერა გქონდეს და უბრალოდ აი ეს რაღაცნაირი ხარვეზი გაბრკოლებს და შეიძლება მაგ ფიქრებმა გადაგიყვანოს საერთოდ სხვა მიმართულებით და არ ვიცი, ეხა შეიძლება თქვათ, რომ ოკეია, კარგია ეგეთი ფიქრები და იგი იმისთვის არსებობს, რომ მე დავაჩელენჯო ჩემი რაღაც არჩევანი და გადავიდე, არ ვიცი, სხვა პროფესიაში, სხვა რაღაც ბივატო, ყველაფერი წავიდე კუნძულზე, რაღაცა ჩიტების ჭიქჭიქს უსმინო და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირად არსებობს მოკლედ мотиваციის პრობლემა, ეხა შეიძლება ჩემი შემთხვევა ერთია, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ალბათ აქვს ის, რომ აი როგორ ვამოტივირო საკუთარი თავი ყოველდღურად, რომ ეს დამეხმაროს ჩემი რაღაც არჩევანის რაღაც გამტკიცებაში, იმიტომ რომ სერიოზული ჩელენჯია ჩემი აზრით ეგეც. დიდი თემა გაშალა. ძალიან დიდი თემა. რამდენი გვაქვს დრო სალაპარაკოთ? აქ მოგახსენო თუ კაბინეტში. მარტივად რაც შემიძლია ვთქვა არის ეგეთი რაღაცა. თუ შენ გონია რომ 9-დან 5-მდე იმუშავებ და მე 5-დან ღამის 12 საათამდე იცხოვრებ, ეგ არის ტყვილი. ეგ ორივე ერთდროულად უნდა მოხდეს. ანუ თითქოს და შენის რუტინა და ამ რუტინაზე დაკვირვება და ამ რუტინას საპირისპირო ფიქრები, რომ მოიცე ხა ეს ყველაფერი ტყვილი ხო არ არის. ეს ყველაფერი ჩემთვის გაქცევა ხომ არ არის რეალობიდან და ეს ერთდროულად უნდა მოხდეს. და
თუ ეს ერთდროულად ხდება, მე კრეატიულობაზე გადიხარ. მე იმ შენ რუტინასაც უკვე უყურებ არასტანდარტულად. თუ ამას გამიჯნავ და თუ გამიჯნავ, შენ შეგზიზღდება ორივე. შენი ცხოვრებაც და ის საქმეც. იმიტომ რომ სისრულის შეგრძნება არ გექნება. რომ მე შრომობ და ამ შრომას რამე მოაქვს, რამე არა ხელფასის ან ფულის სახით, არამედ სიამოვნების სახით, არა მე ვცხოვრობ, იმიტომ რომ მე საჭმელი ვიყიო და საჭმელით მოვიპოვო თავისუფლება და იმ თავისუფლებით ვიყო ის, რაც მინდა რომ ვიყო. ვერც მაშინ იქნები და იქაც გაიტანჯები და მანამდეაც გაიტანჯები. და აი ეს არის სასტარტო მითითება, საიდანაც იწყება ის მომენტი, რომ თვითმოტივირებული იყო. იმიტომ რომ მე შეგიყვარდება შენი საქმე და იტყვი რომ მოიცა კაცო რა სხვაგან მოიცა რა ჩიტების ჭიკჭიკი კაცო მაგ ჭიკჭიკს ეხლა გაჩვენებ აი ამავე ჩემს საქმეში სეილებში ვარ ჭიკჭიკი განახო ეხლა სეილებში როგორ ავჭიკჭიკდე და უკვე შენ ხვდები რომ როგორც ისეთი ლამაზი ფრაზა არის ხოლმე ხო აი ღმერთი ყველგან არის ანეს ინდოელებს ეს ბრაჰმას ადუნახო და აი რო გახოლ ქوار ვარი ამოატრიალების კოდექსი ქვემოთ არის რა ანუ ნიშნავს რომ ყველგან არის რა ანუ შენ ვეღარ იტყვი რომ სეილებში ღმერთი არ არის იმ რაღაცა პროდუქტში რომელსაც და იმ ინდუსტრიაში რომელსაც მე ვარ იქ მარტო უღმერთობა არის ხდები თუ ეხა მართლა მასე ფიქრობ უნდა წახვიდე მაშინ მართლა უნდა წახვიდე მაგრამ შენ უნდა თქვა რომ მე აქ იმიტომ ვარ რომ ვიზრდები და მაშინ უკვე შენი პიროვნული ზრდა და შენი კორპორატიული ზრდა უკვე იქნება თანხვედრილი და ამ თანხვედრის გარეშე ჯოჯოხეთია ცხოვრება კიდე არის ესეთი ამბავი, უბრალოდ ჩემთვის ვფიქრობდი ხარ ამდენად ყველა ეტაპზე ცხოვრების შეგიძლია ამას გაყვე და ეს არის რომ ემსახურო იმაზე მეტს ვიდრე ხარ შენ ამ შემთხვევაში რა. დღეს მეყვებოდა ჩემი ნაცნობი თინა ჩამოვედიო მონაშვილის აკადემიიდან და ნუ რაღაც საოცრებებს მეყვებოდა რომ რა პატარა სახელმწიფო აქვს შექმნილი და მთელი ამბები და მოკლედ წელიწადში ორჯერ ტარდება და მსოფლიო მასშტაბით უკვე ფილმი მოკლედ და მე ხა ეგრევე Sales MBA-ზე ფიქრზე წავედი იმიტომ რომ ჩვენც ხა წეღან რო ვახსენე პროგრამა და ჩემთვის ფიქრობდი რომ რა მაგარი იქნება ახლა რეგიონებში რო ეს გავაკეთო თქო რა რომ აი Sales MBA-ს აი ნოლიდან მოდის ადამიანი მე ესეც და ვაინტეგრირებთ და ასე შემდეგ რა და როდესაც ეგ ფიქრები მაქვს ხოლმე ვაიმე და უკვე ეგ თემა აღარ არის რომ ვაიმე რაღაცა არ უნდა გამოგივიდეს სხვანაირი შანსი არ არის და როცა აი შეგრძნება მაქვს რომ იმაზე მეტს ვემსახურები რომელიც არის განყენებული თემა არის რა და შენ მართლა შეგიძლია ოღონ რა რაღაცა მცირედი შეცვალო ადამიანებში ალბათ მაგაზე მაგარი შეგრძნება და თვითმოტივაციის ამბავი არ არის და მეორე ახლა რაც შეეხება ყოველდღიურად რო ჩავყვეთ ამაზე მე და ანდრუს ქონდა ხანჯლაობა ბოლო ერთი კვირა და ძალიან დამეხმარა შენ თან საუბრის კულტურა რა კითხვები უნდა დაუსვა შენ თავს შენ ფიქრებში ამ შემთხვევაში რა იქ ნეგატიურად უნდა ელაპარაკო შეზძახო შემოსცხო გადაახვიო უკვე ამ პროცესები თუ ასე შემდეგ ეს არის აი დაუსრულებელი უბრალოდ დღეს ამ თემაზე ვერ იმას ვიზავთ ვერ ჩამოყალიბდებით თუმცა ერთი რაც რაღაცა პერიოდი ასე დავიჭირე არის ცოტა ისევ ექცეულობ ჩემთვის აი დავით ახლა აქ ცხენია ხო ხდები და ეგეც კარგია იმიტომ რომ სინდისის ამბავია მაგრამ მეორე მხრივ სადღაც ცოტა პოზიტიურად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია იგივე შევთანხმდით მოფერებას არ გულისხმობ რომ აი მე რაც საკალელი ხარ და რა კარგი ხარ პოზიტიურად თუნდაც გაანალიზო რეალურად ჩვენ შეგვიძლია ყველას რაღაცა მივხვდეთ რომ დიდ თემას იმაზე მეტ თემას ვემსახურებით ვიდრე ის არის რომ ხა საჭმელი ასე ვთქვათ ვიშოვოთ და ჭამოთ და ასე შემდეგ რა ამიტომ ეგ არის ალბათ მე პირადად არ ვიცი შეიძლება ერთ-ერთია რაც აი мотиваციას მაძლევს ხოლმე იმიტომ რომ ეს მატერიალური რაღაცები ძალიან კარგია მაგრამ ამ მატერიალურს აქვს ერთი ცუდი მომენტი რა რომ მიიღებ აი თანკი ხარია და სადღაც რამოდენიმე დღეში უკვე გული გწყდება რომ თითქოს გაფერმკრთალდა ის ყველაფერი რა შარშან მქონდა ეს უზბეკეთში გამოფენა და რატო ვიყავი ბედნიერი თქო რა რომ დამთავრდა გამოფენა
მაგრამ არ მქონდა შეგრძნება რომ ამით დამთავრდა ძამბე პირიქით თითქოს რაღაცის სტარტი იყო რა და ეგრა მაგარი შეგრძნება ყოფილა იმიტომ რომ პირიქით უფრო მეტი და აი მატერიალურს ეგ მინუსი აქვს რომ ერთ სახლს მეორე სახლს და უკვე ვეღარ იღებ რა ამ სიამოვნებ BMW-ს მეორე BMW-ს მიამატებ და იმ ერთ მოდელს კიდე მეორე მოდელს მაგრამ ვერ მოდის უკვე და შეიძლება პირიქით უფრო დეპრესიაში ჩაგაგდოს. ამიტომ არის ალბათ ყველა ეს მილიონერი თუ მილიარდერი ხდება მერე, რა ვიცი, ფონდებს ქმნიან და აფინანსებენ და მოკლედ არის მთელი ამბავი და ძალიან უცნაური სტატისტიკა იყო, რომ რაც უფრო მეც გასცემ უკვე მაგ წერტილში, რაღაცნაირად უფრო მეტი გიბრუნდება. არ ვიცი, კარმის ამბებში ანდროა ექსპერტი, მე მან მოვიკოჭლებ. კარმების ექსპერტი არის, მაგრამ შენ მას სიტყვა გამახსენა 90-იან წლების ბოლოა. ჯაზ კლუბი იყო მაშინ და იქ რაღაცა მუსიკოსობდით მე მაშინ დამწყები რაღაცა ესეც ამი ხო და იქ მახსოვს ერთმა მეორე მუსიკოს კომპლიმენტი უთხრა რომ რა ბედნიერი ხარ რომ აი ესე შეგიძლია ესე თავის პოთ უკრავო და მუსიკოსი რო ხარო რა და იმან უთხრა მუსიკოსის ბედნიერება 3 საათია მარტო ისიც როცა სცენაზე ხარო რა იმიტომ რომ მანამდეაც უბედური ხარ და სცენიდან რო ჩამოდიხარ ისე უბედური ხარ რა მუსიკოსებს არასოდეს არ ულხინს არც ერთ ქვეყანაში ხო მაიკ ჯექსონი ვალებით მოკდა ბოლო-ბოლო და ხო და ეს მომენტი არის რომ როდესაც შენ ხვდები რომ ყველაფერი წარმავალი არის აი ის პროცესი გრჩება მარტო როდესაც ამას აკეთებ და იმ მომენტში შენ შეგიძლია რომ მართლა ბედნიერი იყო რა და ეგ რაღაცნაირად ჩამრჩა იმის იმაში აქვია სურათ ხატად რაღაც გონებაში რომ თუ მანდარი მარტო ბედნიერება, მაშინ თუ გადიხარ სცენაზე, მაშინ უნდა მოკვდა იქ რა, ანუ ბოლომდე უნდა დაუყო, მართლა უნდა დაუყო რა. ან მაგით დავასრულებ, რომ აი ზუსტად მე და ამ დროს გვაქვს ხოლმე, რომ აი ბიჭო 2000-ით კითხულობ ამ თემას. აი და როგორ არ მოგბეზდეს და აი ამ დროს აქ ეგეთი ფორმულა, რომ აი თითქოს აი ბოლოჯერ აი უნდა მოკვდე იმ თემაში, იმ დღეს და იქიდანაც მოდის. თუ არ მოგბეზდეს, მართლა უნდა აკეთო. და იცი მე მართლა მჯერა, ოღონ აი გულწრფელად ეხლა და ამას არ ვაკეთებ, რომ არ დემაგოგობ, რომ მართლა სამსახურშიც აი ესე მოკლედ ადამიანი რომელიც ბოლომდე იხარჯება შანსი არ არის რომ შეუმჩნეველი დარჩეს. არ მჯერა ეგეთი რაღაც ის რომ ან ბოლო-ბოლო იმას შეიძლება იქ ვერ დაფასდეს სხვა წაგიყვანოს, მაგრამ კარმულათაც გამორიცხულია მოკლედ გრძელვადაში რომ დაიჩაგრო. მოკლევადაში კი ბატონო, რამდენიც გინდა ეგეთი кейსი გვაქვს, მაგრამ გრძელვადაში მაინც ოღონდ აი მანდარის მთავარი ის რომ გადაწყვიტო რომ აი ეხლა ამ ლექციაზე მე ბოლომდე დავდებ თუ აი გულწრფელად ვეთქვით რომ ამ პოდკასტს ისეთ კითხვებს არ მომერიდება უხერხული კითხვებიც. ძალიან საინტერესოა. მე მაგ ბოლოსკენ ერთი კითხვა თქვენთან დატოვებული, რაც ნუ ჩვენ გვიყურებენ ახალგაზრდები ხშირად და ვცდილობ ხოლმე რაღაც ისეთი რჩევასავით მივცეთ ხოლმე მოკლედ აქედან ჩვენი სტუმრების დახმარებით და ნუ კითხვა არის ეგეთი ალბათ უფრო მე შეიძლება ბევრ თემა შევეხეთ, ბევრ პროფესიას და ასე შემდეგ, თუმცა უბრალოდ სეილის მიმართულებით შეგვიძლია მივცეთ ამ ადამიანებს რჩევები, როგორ ივარჯიშონ, როგორ ავარჯიშონ საკუთარი თავია. თუნდაც სეილებში, ანუ არ ვიცი, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ვისაც აინტერესებს ეს სფერო, რა იქნებოდა თქვენი რაღაცა რჩევა მათთვის, სანამ თქვენამდე მოვლენ, არ ვიცი. ეხა შეიძლება აი უბრალოდ ხმამაღლა ვიფიქრო რა, იმიტომ რომ ამაზე ხა არც სამ კითხვას ველოდი და მართალი გითხრა, ესე ჩამოყალიბებული აქაც ფორმულა არ არის, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ეხა მე რო ვიყო, რა ვიცი, ზუმერი სიტყვაზე ვიძახი და ჩემთან რომ მოვიდეს ტიპი, რომელმაც და მე მითხრას რომ აი ტექნიკაზე ვგიჟდები და შენთან ხო არ მამუშავებდი, არ ვიცი, იქ რა HR-მა უნდა დამაკავოს ან ასე შემდეგ, რომ ხო ხდები და ამ ადამიანებმა ალბათ ყველას გვაქვს რაღაც ეგრეთ წოდებული ეს რაღაცა მოგწონს, რა მუსიკის ჩემშულს მუსიკის კეთება მოწონს ეგერ და შეიძლება ახსალღაც მუსიკალურ ან რაღაცა სტუდიაში მივიდეს ან ასე შემდეგ რა. აქეთ გამოიჩინოს ინიციატივა და ყველაზე მთავარი ისე ამ დროს მოვპარავ, რომ გამოცდილება არ გეჩუქება არც მშობლისგან და არც არავისგან და შენ თვითონ უნდა მოიტეხო ცხვირი. რაც მალე მოიტეხავ ცხვირს და რაც მეტჯერ მოიტეხავ ცხვირს, მათ შორის სეილში და
შენ სინდისთან როგორ მკითხებს დასვავ და ზედაპირულ ტიპად კი არ დარჩები რომ უიმე იმან რატომ მითხრა უარი ესე იგი დამპალი არ ვიცი აი აიღებ ტელეფონს და ერთი თვის მერე დაურეკავ რომ უარი რომ მითხარით განარამე აი რომ მასწავლოთ აი რატომ მივიღე უარი რა უნდა გამეკეთებინა ეხლა ესე რომ ვიღაცამ დამიერეკოს ხო გადავყევი აი მანდაც სინაღდეზე ხო აი მანდაც სინაღდეზე მივდივარ მანდაც ექსპერიმენტებზე მივდივარ მანდაც ცხვირის მოტეხვაზე მივდივარ და მანდაც სიყვარულზე და იმაზე რაც შენშია რომ გაერეთ გამოიტანო და აკეთო რა და მაგისი არ უნდა შეგეშინდეს მართლა სხვათა შორის ახლა გამახსენდა არავის არ ეგონავს რომ დაფინანსებულია ხა ესეთი რაღაცა ზუსტად ეგეთი sales ბიჭი ზუმერში შემხვდა პეკინის ქუჩაზე ეს ბიჭი გადამყვა რა მართლა ამერიკა და მოიკითხა ის რაღაცა რაც იყიდე მუშაობს თუ არ ის მეთქი ვინ არის ეს ანგელოზი ხო არ არის მეთქი და მართლა რაღაცა ცოტა გამი პრობლემები რაღაცა სამჯერ მივედი რაღაცა მართლა იყო ეგ რაღაცა ცოტი ქართულების ამბავი მაგრამ გულში ვიფიქრე რომ ეს რაღაცა მართლა 60-დან ხო არ ჩამოვარდა ეს ბავშვი მეთქი რა და თუ მეტყვი რა შეიძლება დარიგების კუთხით ადამიანს ვურჩიო ახალგაზრდას არის ის რომ ბოლომდე მიყევი დარწმუნდი რომ ის კმაყოფილია და როგორც ერთმა ინდოელმა კეთილმა კაცმა თქვა შენ რო გაყიდიო რაღაცასო იცოდე სამი ღმერთი გიყურებსო ანუ ინდურად ეს არის ლაქშმი დურგა და სარასვატი ერთი ამოწმებს მართლა მიეცი ის ჭიქა მეორე ამოწმებს ჭიქასთან ერთად ცოდნაც მიეცი და მესამე ამოწმებს ამ ცოდნასთან ერთად კეთილგანწყობაც მიეცი და თუ სამიდან ერთი მაინც არ არის შენი კმაყოფილი ესე იგი შენ ფლატ ღმერთი არ ყოფილხარო ხო და აი ეს კუთხე რაღაცნაირად მომეწონა აი ამ კუთხით რო შევხედე რომ შენ მარტო პროდუქტს არ ყიდი შენ ცოდნის ელემენტიც უნდა მისცე და შენ უნდა მისცე განწყობის ელემენტი ინდურად კიდევ უფრო ლამაზად არის ეს როდესაც შენ აძლევ მარტო ნივთს ის ნივთი შენ აღარა გაქვს და იმას აქვს როდესაც შენ აძლევ ცოდნას ის ცოდნა შენც გრჩება და იმასაც და განწყობა ისეთი რაღაც არის შენ შეიძლება არ კონდეს მაგრამ მაინც უნდა მისცე ერთი შეიძლება დღეს ვახშ ცუდ ხასიათზე ხარ მაგრამ კლიენტი რომ მოვიდა შენ იმის გამო უნდა კეთილგანწყობა მაინც უნდა შექმნა ნოლიდან არაფრიდან ხო და მეთქი რა მაგარია მაშინ გამოდის რომ როდესაც შენ სეილსში ხარ შენ საკუთარ თავზე მუშაობ შენ პროდუქტის გაყიდვების ბიზნესში კი არა ხარ არა შენ გაღრმავების ბიზნესში ხარ და შენ თავს უნდა უყურო როგორც გაღრმავების პროცესში მყოფ არსებას და არა ადამიანს რომელიც ყიდის რაღაცას რომ მე რაღაცა ფული იშოვოს და იმის მერე კიდე თავისუფლება მოიპოვოს. ხო, ეგ გადაწყვეტილია ეგ სიყვარულით დანკინისგან, ხო, ანუ ავას შეხა ისეთი ფრაზა გულით ნათქვამით, მაგრამ მაინც ასიამო. ასიამო სადაც. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო, ესე იგი ამაზე უკეთესად როგორ უნდა დაიწყო წელი და სეზონი. მადლობა მოწვევისთვის პირიქით. სხვა არ წარმომედგინა. ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, სვენელსაც მოეწონა და გამოადგება ჩვენი აზრები და გამოცდილება და ასე შემდეგ. და დავამშვიდობებით ჩვენს მსმენელს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით უკვე შემდეგ ხუთშაბათს ტრადიციულად როგორც ვიკრიბებით ხოლმე. დროებით. მადლობა თქვენ. მადლობა.